ქალაქების განვითარებისათვის და რამდენად შესაძლებელი იქნება პარალელების გავლება სენაკთან და საქართველოს სხვა მცირე ქალაქებთან, რაც პირველი არის. ზოგადად თემაზე რო ვისაუბროთ, მოკლედ, ჩვენთან საქართველოში ძალიან ბევრ საუბრობენ ზოგადად ევროპელობაზე, პროდასავლურობაზე, პროევროპულ ორიენტაციაზე და ისე გამოდის, რომ თითქმის ყველა განვითარების, ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფერო მოიცვა ამ თემაზე საუბრება, მაგრამ ზოგადად ერთი შეხედვით მხურვალე საუბრები საქართველოში ევროპაზე და პროდასავლურობაზე რაღაცნაირად ხშირად მაინც ზედაპირული არის, რაღაც ტრაფარეტულია, ლოზუნგებს გავს და რომლის უკანაც რაღაც არანაირი საუბარი არ ჩანს, ან შინაარსი არ დგას. და მეორე ცხოვრების ზოგადად თავად ეს ევროპული განვითარება და ევროპული კულტურა მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების მანძილზე საკმაოდ ობიექტურად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია, რომლებიც მრავალ ქვეყანისათვის შეიძლება გამოდგეს მოდელად და მათ შორის საქართველოს მსგავს ქვეყნისათვის განსაკუთრებით. სწორედ ამ გამოცდილებებზე საქართველოსთვის შესაბამის მოდელების გადმოღებაზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი, თუმცა ეს გადმოღება არ იქნება შეიძლება ასე ვთქვათ რაღაცა კოპირება, პირდაპირ გადმოღება. როგორც თერგდალეულები წერდნენ თავის დროზე, ეს შეიძლება დაახლოებით ვთქვათ, ასეთ იქნება, წარსულ ნერგზეთ ახალ ნამყის ველოდებით შეხვედრით, ანუ რაშიც ციგულის ხმავის, რომ ჩვენი გამოცდილების, ანუ ქართული გამოცდილების მაგალითზე რაღაცნაირად დავაშენოთ ჩვენი ახალი პროდასავლური, ანუ გადმოვიტანოთ ის, რაც მორგებული იქნება ქართულ რეალობაზე. და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში რომ გადავთარგმნოთ და გადავიტანოთ ეს თემა, ანუ დღეს ჩვენ საუბარი გვექნება მცირე ევროპული ქალაქების განვითარებაზე. ზოგადად საიდან დაიწყო მცირე ევროპული ქალაქების განვითარება და რა როლი ჰქონდათ მათ ისტორიულად და რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან. ასევე წინა ლექციის ფარგლებში ჩვენ საუბრობდით მცირე ქალაქებისათვის ფუნქციურ ეკონომიკური ნიშის განვითარებაზე, ხო? რომ აი რა შეიძლება მაგალითად სენაკისთვის ყოფილიყო ფუნქციური ეკონომიკური ნიშა და როგორც ვთქვით, მაინც ეკონომიკასთან არის დაკავშირებული მცირე ქალაქების სიცოცხლის უნარიანობა, ხო? და ხო არ შემიძლია ეს მაგალითად იგივე კურორტი მენჯის განვითარების საფუძველზე მომხდარიყო და სენაკს მისცემოდა რაღაცნაირად უფრო რაღაც სამკურნალო გამაჯანსაღებელი ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციური ეკონომიკური ნიშა. როგორც ეს აქვს მაგალითად თუნდაც მაგალითად ჩეხეთის პატარა ქალაქებს, მაგალითად კარლოვი, ვარი მახსენდება, იგივე სხვა ქალაქები, თუნდაც ვიში საფრანგეთში, რომელსაც რაღაცა ეს უფრო ეს კოსმეტიკური და ჯანსაღებელი ფუნქციური ეკონომიკური ნიშა აქვს აღებული. ასევე თვითონ მცირე ევროპულ ქალაქებზე კიდე რაც შეიძლება ისე თქვას, რომ ეს ქალაქები არიან რაღაც განსაკუთრებულად მიმზიდველები, იგივე ბევრი თქვენთაგანი ყოფილა ევროპაში და თავად უნახავს ეს ქალაქები ზოგიერთს ასევე ახსოვს 70-იან 80-იან წლების იგივე ფრანგული, იტალიური ფილმები, სადაც კარგად ჩანს ამ ქალაქების თავისებური რაღაცნაირი მიმზიდველობა და მომნუსხველობა და დღეს ვეცდებით ასევე ეს თემებიც დავყაროთ, რომ რა ქმნის ზოგადად ევროპული პატარა ქალაქების მიმზიდველობას და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავი საკითხია, როგორ ინარჩუნებენ ამ ხიბლს ქალაქები. რა იგივე სტრატეგიები არსებობს, თუნდაც რაღაც ხელისუფლების დონეზე, რომლებიც საშუალებითაც ხერხდება ამ ქალაქების, ამ მიმზიდველობის და თავისებური ხიბლის შენარჩუნება. და ხომ არ არის ამ განვითარებისში მთავარი ქვაკუთხედი ამ ქალაქის სულის, ან იმ უნიკალური გარემოს, რაღაც ტრადიციული გარემოს, ტრადიციული სოციუმის შენარჩუნება ზოგადად და ამაზე ხო არ არის დამყარებული ამ ქალაქების განვითარება. ასევე საბოლოოდ ამ ყველაფერს მაინც განვიხილავთ ბუნებრივია საქართველოს მცირე ქალაქებთან მიმართებაში, ანუ ევროპული გადმოსახედიდან რა პრობლემატიკის წინაშე დგანან საქართველოს ქალაქები დღეს და თუ დაგვჭირდა ასევე მოქალაქეების ანუ ჩვენს როლზეც ვისაუბრებთ პატარა ქალაქების განვითარებაში. მესმის რომ საკმაოდ ფართო თემა არის და დრო კი მცირე გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ძირითადი შტრიხების და ძირითადი კონტურების გამოკვეთას მაინც შევძლებთ, მით უმეტეს გვყავს მეტად საინტერესო ადამიანი მოხსენებელი ბატონი ზურაბ ბაქრაძე, რომლის შესახებაც ბევრ თქვენთაგანს ალბათ სმენია, ის არის ცნობილი ქალაქგეგმარებელი, ცნობილი არქიტექტორი, წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გერმანიაში და ევროპულ გამოცდილებას საკმაოდ ახლოდან იცნობს, ბევრი რომ არ გავაგრძელო ბატონ ზურაბზე ის თავად ანუ ზოგადად ამ საქართველოში მეტად პრობლემატიკური თემის, რაც არის ურბანისტიკა და საქართველოს ქალაქების განვითარება, ამ თემებზე დისკუსიების გახსნისა და ზოგადად გააქტიურების ერთ-ერთი თანაავტორი და მნიშვნელოვანი მონაწილე არის და მეტად სასიხარულო რომ ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა
უსმენთ ბატონ ზურაბს. დღეს დარწმუნებული ვარ, მეტად საინტერესო თემები დაიფარება და გარდა ამისა ბატონ ზურაბის ლექციების და ჩანაწერების მოსმენა ასევე YouTube არხის საშუალებით შეგიძლიათ. შეგვიძლია კიდევ ერთხელ შეგახსნათ, რომ დაახლოებით 1 საათი დაერქვა მოხსენებას და უკვე შემდგომ იმედი გვაქვს, რომ იქნება თვები და კომენტარები ის მოხსენებასთან დაკავშირებით. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი შეხვედრა იწერება, მაგრამ ამან იმედი მაქვს, რომ ეს არ შეგზღუდავთ, რომ იაქტიუროთ და მაქსიმალურად ჩაერთოთ დისკუსიებში. მე იზღა დამჩენია, რომ უკვე გადავწყვეტ სიტყვა ბატონ ზურაბს და გთხოვთ ბატონ ზურაბ. დიდი მადლობა ასწავლისთვის. დიდი მადლობა ედის პირველ რიგში. ესე კარგად ვთქვა. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიძლება მომწერა აი რომელზეც ისეთი რაღაცებსაც ლაპარაკა. რამოდენიმე თემა, რაც ძალიან დამეხმარა ლექციის ორიენტირებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვიცავ, მაგრამ ეს არის ის ზამკვლევისავით, რომელსაც მივყვები და ამისთვის მადლობას ვთქვი. პირველი რაც ახსენა ახლა ან მოწერილ თემებში, ეს არის ისტორიულ-კულტურული საფუძვლები. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, რადგან საკითხის ან რაიმე მოვლენის არსის გაგება მის განვითარებაში უფრო მეხერხება. და ვფიქრობ, რომ ეს ნაყოფიერიც არის. არსი უკეთ გამოიკვეთება ხოლმე მაშინ, როდესაც ამ მოვლენის განვითარებას მოიხილავ. როგორ განვითარდა, როგორ ჩაისახა ეს რაღაცა, როგორ განვითარდა და ამიტომ ესეთი დასაწყისი, ისტორიული ასპექტი ამისი ძალიან პროდუქტიულია ჩემი აზრით. ამიტომ მეც ესე შემოგთავაზებდით, რომ ამით დაგვეწყო, ესე იგი ახალი დროის წინარე სიმპტომები მე-13-მე-14 საუკუნის ევროპაში. მე-13-მე-14 საუკუნეს ჯერ არ არის ახალი დრო იწყება მე-15 საუკუნიდან, რაც გამოვლინდა გარეგნულად აღორძინებაში და კიდევ ბევრ სხვა რაღაცაში. ეს ცნობილი კულტურული ეპოქაა, ასე ვთქვათ. მაგრამ მას წინამორბედი სიმპტომები ჰქონდა და სწორედ აი ამ დროს იწყებენ ქალაქები როგორც დამოუკიდებელი ერთეულები წარმოშობას. ეს ხა დიდი ხნის პროცესია, ესე ვერ ვიტყვით, რომ უცებ დამოუკიდებელი ქალაქები გაჩნდნენ, მაგრამ აი მე-11 საუკუნიდან მოყოლებული, რომ მე-13-მე-14 საუკუნეებში ჩამოყალიბდნენ კომუნები. ესე იგი თვითმმართველი ერთეულები. და ეს არის ქალაქის დაბადება იმ თვალსაზრისით, რომელსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ ქალაქს, როგორც ევროპულ მოვლენას. ქალაქები არსებობდნენ ყოველთვის. ესე იგი ურიც ქალაქი იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე 20-ე საუკუნეში, აი გილგამეშის დროს, სადაც ქალაქი იყო, სადაც გილგამეშის რეზიდენცია იყო, ხო? ესე რომ ეს ამ თვალსაზრისით კი არ არის სიახლე, რომ საერთოდ ქალაქი წარმოიშვა, არამედ იმ თვალსაზრისით, როგორ თვისებებსაც ქალაქი ატარებს დღევანდელ სამყაროში, ახალ დროში. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული არის ეს ახალი დრო, რომელსაც ჩვენ ვცხოვრობ. და აი ამ თვალსაზრისით შეიქმნა პირველი თვითმმართველი ერთეულები, ქალაქები როგორც თვითმმართველი ერთეულები, აი ამ დროს მე-11-დან დაწყებული, მაგრამ ძირითადად მე-13-მე-14 საუკუნეებში. ევროპაზე ვლაპარაკობ ერთხელ. და აი შემდეგ ამ კომუნის წარმოშობას განვიხილავთ ცოტა ახლოს. მე ვილაპარაკებ თანამედროვე ევროპული ქალაქის 5 ნიშანს. ეს კი ასე ქვია და ვინც ეს ჩამოაყალიბა ერთი ურბან სოციოლოგია, იმან თანამედროვე ევროპულ ქალაქზე ილაპარაკა, მაგრამ
ეს არსებითად ქალაქს შეეხება, თუ ჩვენ ამას შევხედავთ ესე გონიერად და კრიტიკულად, დავინახავთ რა არის იმაში თანამედროვეობის შესაძლებელი, მაგრამ დავინახავთ იმ არსებით, რომელიც საერთოდ ქალაქს ახასიათებს და ესეც იმ დროიდან მოდის, როგორც თვითმმართველი ერთეულის დაბადებიდან. მცირე და დიდი ქალაქების განსხვავებაზეც უნდა ვილაპარაკოთ, თუ ამ ხუთ ნიშანს მოვიხილავთ, რადგან აქ მნიშვნელოვან განსხვავებებს დავინახავთ. ამაზე ვილაპარაკოთ კარგი იქნება. და ბოლოს თანამონაწილეობაზე თუ ვილაპარაკებთ, ესეც იქნება კარგი, ესეთი შემოც ახსენა. რადგან თვითმმართველობა შეუძლებელია მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე, ხო ის თავის თავს ვერ მართავს რაღაც სოციალური ორგანიზმი, თუ ამ ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები მოქალაქეები არ არიან აქტიურები. და ამაზეც ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ. ევროპის მაგალითს. კარგით. და აი ხა მაშინ დავიწყოთ იმითი, რა დროის მოვლენა აქვს ეს კომუნების წარმოშობაზე. დღევანდელი გაგებით ქალაქების წარმოშობა. და ეს ემთხვევა ის ცოტა უცნაური სიტყვა, ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი იმ ძირითადი ძვრების, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში ხდება მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეებში. და ამას ახლა დღეს ჰუმანიზმი ქვია. და აქ პირველი ნიშნები არის იმისი, რომ რაღაც ახალმა სიომ დაბერა. ასეთმა სიომ დაბერა საქართველოშიც. ვეფხისტყაოსანი ამისი მაგალითი, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ და მართლაც აი ავთანდილი ესეთი ტიპიური პერსონაჟი, რომელიც ატარებს უკვე მომავლის ნიშნებს. და ასეთი მოვლენები არის ევროპაშიც, დანტეს, გაჩენა პეტრარკა, ბოკაჩო, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სრულიად ახალი თვალით შეხედეს სამყაროს. პეტრარკა თვითონ წერს, როგორ ჰქონდა სურვილი ასულიყო მთაზე და გადმოეხედა იქიდან, დაენახა შორიდან ლანდშაფტი. და ეს სრულიად ახალი რაღაცა იყო, იმასაც აღწერს, რომ გზაზე შეხვდა ერთი მეცხვარე და სცადა, რომ იმისთვის გაეგებინებია, რატომ უნდა შორიდან დაინახოს ეს ლანდშაფტი, სადაც თვითონ ცხოვრობს და ვერ გააგებია. და ამაში თვითონაც იმას უსამს, როგორც ჩანს, რომ ეს ახალი ამბავია. ესე იგი, ეს არის დრო, როდესაც სირცული თვალსაზრისითაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ეს არის ცნობიერებასთან დაკავშირებული ნაბიჯები, როდესაც ადამიანი თავის გარემოს გამოეყო როგორც ინდივიდუალობა და გარედან შეხედა მას. თუ შეადარებთ შუა საუკუნეების ფრესკებს ან ხატებს, აღორძინების დროინდელ ნამუშევრებს, აი პეიზაჟებს. პეიზაჟი ამ დროს გაჩნდა საერთოდ ლანდშაფტის მხატვრობა. აშკარად დაინახავთ, რომ დიდი ნახტომი გააკეთა ადამიანმა თავის ცნობიერებაში. ის გამოეყო თავის გარემოს და გარედან შეხედა მას. აი ეს გარემოსთვის გარედან შეხედვა, მე ვარ აქ და გარემო არის იქ. აი ეს გახდა ახალი დროის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, რაც ასევე საფუძვლად უდევს ჰუმანიზმის გაჩენას. ეს გაორება, ასე ვთქვათ, მესა და გარემოს შორის, ეს არის ახალი დროის მოვლენა. და აი ამ მოვლენაში ეწერება ისეთი რაღაცაც, რაც არის ქალაქების გაჩენა. მეორე ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი გარეგნული სიმპტომი, რა თქმა უნდა, რომელსაც საერთო საწყისები აქვს იმასთან, რის შესახებაც ვილაპარაკეთ, ეს არის ვაჭრობის გააქტიურება. ოღონდ ახლა ეს ის ვაჭრობა არ არის, რომელიც შუა საუკუნეებში იყო, როდესაც გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა. აი ცნობილია, რომ ვიკინგები ძალიან ადრე შუა საუკუნეებშივე მოგზაურობდნენ ამერიკამდეც კი მიდიოდნენ.
მაგრამ ის ცნობიერი ნაბიჯი, რომელიც თქვა გადადგა ამ დროის მოგზაურმა, რომელიც წავიდა ევროპიდან აღმოსავლეთში მარკო პოლო მაგალითად. კიდევ ერთიც არის ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფლანდრიელი მოგზაური, რომელიც გვარი მაუწყდება. მოკლედ ეს სრულიად ახალი მოვლენაა. ჩამოიტანა მარკო პოლომ აღწერა აღმოსავლეთის ქვეყნის მონღოლეთის. და ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა მთელი ევროპისთვის. ადამიანმა გაიფართოვა, მნიშვნელოვნად გაიფართოვა ჰორიზონტი და ისევ იმ თვალსაზრისით გაიფართოვა, რასაც პეტრარკაზე ვამბობ, ხო? ადამიანი, აქაური ადამიანი, მეობის მატარებელი ადამიანი შეხვდა სულ სხვა რაღაცას და აღწერა ის, როგორც მის გარეთ მყოფ. ესე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა ამ დროის დასახასიათებლად. კიდევ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც უშუალოდ ეხება უკვე ქალაქების წარმოშობას, ეს არის პროფესიული ერთობების შექმნა, ამქრების. ეს სიტყვა ამქარი უფრო გვიანდელია. ევროპაში გერმანულად სხვა სახელია, მაგრამ გამნიშნულობა აქვს. ასეთი მოვლენა საქართველოშიც არსებობდა. იმას ამქარი ერქვა თუ არა არის ეს ამქარი სპარსული სიტყვა გვიან შემოტანილი სიტყვა საქართველოში, მაგრამ იმ დროის საქართველოში, ესე იგი აი ამ მე-11-მე-12-მე-13 საუკუნის საქართველოში ქალაქებში უკვე არსებობდა ესეთი გაერთიანება. როგორ მივედით იქამდე, რომ ამას არ მოყვა ისეთივე განვითარება, როგორც ევროპაში, ამაზე ცოტა გვიან ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხლა მივყვეთ იმას, რა მოხდა აი ამ სოფლხედველურ საფუძველზე, რა მოხდა ევროპაში. და რაც შეეხება ის ქალაქების წარმოშობას, პირველი მნიშვნელოვანი რაღაცა იყო ადამიანის როგორც დამოუკიდებელი არსების განცდა. ადამიანმა განიცადა თავის თავი როგორც დამოუკიდებელი არსება. ეს ჩვენ ძალიან ადვილად ვამბობთ ახლა ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ჩამოყალიბება საუკუნეები ჭირდებოდა. ადამიანი იყო და ჩვეულებრივი რამე იყო საკუთრება რომელიღაც უფრო მაღლამდგომი ფენის ხმა იყო, ან მონა იყო, ან ასე შემდეგ. აი სწორედ ქალაქებში პირველად ხდება ეს იწყება ეს პროცესი. ადამიანის ემანციპაციის პროცესი და თავისნაირებთან გარკვეული კავშირების შექმნის პროცესი. აი ერთ-ერთი ესეთი ურბან სოციოლოგი ამბობს, რომ ქალაქი არისო ევროპული საზოგადოების ემანციპაციის ადგილი. დამოუკიდებელ საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი იწყება და ეს დიდი ტკივილებით ხდება რა. ძლიერდებიან ვაჭრები, ხელოსნები, ძლიერდებიან ასევე მოხელეები, რომლებიც ფეოდალებს ემსახურებოდნენ, მაგრამ თავისი გაძლიერების წყალობაზე და გამდიდრების წყალობაზე იძენენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. და აი ესე ნელ-ნელა მათ ესე იგი ამ მოხელეებთან, წინწასულ ვაჭრებთან ერთად, წინწასულ ხელოსნებთან ერთად იქნება გარკვეული მესამე საზოგადოება, ესე ვთქვათ, ესეთი მესამე ფენა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. უფრო ეს გაძლიერება ბოლოს და ბოლოს გამოიხატება იმაში, რომ ფეოდალს წაუყენებენ პირობებს. რომ აი ახლა ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ბევრი ვართ, ჩვენ შეგვიძლია კრების მოწვევა, საერთო გადაწყვეტილებების მიღება და ეხლა გარკვეული უფლებები უნდა გადმოქცეთ. ესე ადვილად ვერ გადასცემდა, ხო? მაგრამ აი ეს პროცესი დაიწყო. და ეხლა სულ სხვადასხვა გზით ფეოდალებს წაართეს ეს ძალაუფლება ქალაქში ასეთმა საზოგადოებებმა. მაგალითად ერთი ესეთი ისტორია, რომ სადაც ეს ფეოდალი გაემგზავრა, ქალაქიდან წავიდა. ქალაქები ფეოდალებს ეკუთვნოდა შუა საუკუნეებში, ჩვეულებრივი რამე იყო. სადღაც წავიდა და
ჩაუკეტეს კარი და გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. სამხრეთ გერმანიაში ხდებოდა სადაც აღარ. მოკლედ აი ან ასე, ან შეერაღებული ძალით, ან მოლაპარაკებების გზით ნელ-ნელა ამ ჯგუფებმა, ამ საზოგადოებებმა ამქრები დავარქვათ, ეხლა ძველად შედარებით ახალი სახელი. ჩაიგდეს ხელში ქალაქის მართვა და ქალაქს მართავდნენ საბჭოს მეშვეობით. ესე იგი, ვიღაც ერთი ლიდერი კი არ ყავდათ, არამედ თავიდანვე შეიქმნა ეს მოთხოვნილება გაჩნდა ასეთი საბჭოს შექმნის, ქალაქის საბჭოს, რომელშიც შედიოდნენ ძლიერი ადამიანები, ესე იგი ეკონომიკურად ძლიერი ადამიანები, თავის გამოცდილებით ძლიერი ხალხი და ამ საბჭოს არჩევის კულტურაც შეიქმნა ნელ-ნელა. ეხლა მე ესე ძალიან მოკლედ ვამბობ, მაგრამ ეს დიდი ხნის პროცესია. და ძალიან საინტერესო მოვლენაა ერთ-ერთი ასეთი, რომ ზოგიერთ კომუნაში ხმის უფლება ჰქონდათ, რა თქმა უნდა, გარკვეული ქონებრივი ცენზი იყო. უპოვარ ხალხს ხმის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან დიდრებსაც არ ჰქონდათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია, ამას ყურადღება უნდა მოაქციოს ადამიანმა, რომ ამის ცნობიერება ჰქონდათ, რომ ძალიან დიდარი ადამიანი მიდრეკილია ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ. და ამიტომ მათ ხმის უფლება არ ჰქონდათ, ძალიან დიდრე. და გარკვეული საშუალო შეძლების ხალხი იყო ისინი, ვისაც ხმის უფლება ჰქონდა ქალაქში. აი ერთი ესეთი კარგი მაგალითის მოძებნა შეიძლება ეს ახლა ერთი ძველი ეს არის ნახატი, რომელიც ქალაქის საბჭოს გამოხატავს თითოეული ეს წევრი საბჭოში არის წარმომადგენელი გარკვეული ამქრეს და ამქრებს თავისი ღერბები რაღაც ხედავთ. და აი ახლა ძალიან კარგი იქნება თუ სიენას შევხედავთ, ესე იგი ძალიან ცნობილი ქალაქია. საერთოდ იტალია ესეთი ქვეყანაა, რომ სულ ცნობილი ქალაქებია და საერთოდ ცნობილია ყველა თავისი წარსულით. და ახლა სიენაც ერთ-ერთი ესეთი ქალაქია. ქალაქის საბჭო არის ქალაქის ცენტრში ძალიან ცნობილი მოედანია მის წინ და ამ ქალაქის საბჭოში დღემდე არის შემორჩენილი რამოდენიმე ფრესკა, რომლის ავტორი ცნობილია ლორენცეტი, ასეთი ადამიანი, რომელმაც აღწერა თავის ფრესკებით აღწერა ქალაქი. და არა მარტო გარეგნულად აღწერა ქალაქი, არამედ გამოსახა ფრესკაში ქალაქის იდეა და სტრუქტურა. ეს გაცილებით უფრო გვიან, ასე ვთქვათ, აღმოაჩინეს ევროპელებმა და თუ თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ რაღაც დიდებულები არიან, მე ნელ-ნელა გაირკვა, რადგან იქ წარწერებიც არის, რომ ეს გამოსახავს კომუნას, ქალაქის მმართველობას. აი ერთ-ერთი ესეთი ასევე ლორენცეტის ეს არის ფრესკა, სადაც აღწერილია გამოსახულია ქალაქი. მეორე ფრესკაზე გამოსახულია სოფელი, ესე იგი ქალაქ გარეთ ადგილი. და ეხლა ძალიან კარგია ამ ორი ნახატის შედარება. ქალაქი, სადაც ერთდროულად ბევრი რაღაცა ხდება. ეს ქალაქისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და ეს დღემდე ასეა. ესე იგი ეს ისეთი რაღაცაა, რაც არსებითია ქალაქისთვის. ერთდროულობა. ბევრი ხალხი, დიდი სიმჭიდროვე, ერთდროულად ბევრი რაღაცა ხდება, ყველას თავისი საქმე აქვს, მათ ერთმანეთთანაც აკავშირებთ რაღაცა, მაგრამ მთავარია, რომ ყველას თავისი საქმე აქვს. იცით რა, აი ესეთი იმაგინატიური ხატივით არის, მრავალბინიან სახლს რო შეხედოთ საღამოს და გარედან შიგნით ჩანს ყველა ბინის ცხოვრება, ცოტა ახლოდან თუ შეხედავთ და შუქები ანთებულია. ისინი თვითონ ერთმანეთს ვერ განიცდიან, იმიტომ რომ რაღაცა პატარა ესეთი ფუტკრის სკასავით არის. მაგრამ ერთდროულად მიდის ცხოვრება. ეს არის ერთგვარი ხატი ქალაქური,
დიდ სახლს რო შეხედოთ, მრავალბინიან სახლს. აი დაახლოებით ასეთ რამეს აღწერს ამ სურათშიც ლორენცეტი და ამის საპირისპიროს აღწერს აი აქა, სადაც ძალიან ჰარმონიული კარგი გარემოა, ნამდვილი პეიზაჟია, მაგრამ სადაც ეს მოვლენა არ ჩანს, რაც ქალაქისთვის არის დამახასიათებელი. ესე იგი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ იქ დიდი სიმჭიდროვეა ერთი და ამ დიდი სიმჭიდროვის შემქმნელი ადამიანები ერთდროული ცხოვრებით ცხოვრობენ სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა დასაჭირებით, სხვადასხვა სიხარულებით, მაგრამ ერთდროულად. და აი ეს არის ის მთავარი, რაზეც ახლა მინდოდა ყურადღების გამახვილება, რაზეც ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს არის ვიღაც მეფეა გამოსახული თავისი მხევლებით და ქვეშევრდომებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ ეს არის ესეთი სულიერი ხატი სიენას მოქალაქეთა თემის, კომუნის. აი ეს კაცი, რომელიც მეფესავით გამოიყურება, არის ამ კომუნის სული, ასე ვთქვა. და აქ არის ნახატით არის მოცემული ის სისტემა ან სტრუქტურა, რაზეც აგებულია მთელი ეს ძალაუფლებაც და სიბრძნეც. ყველაფრის საფუძველი არიან მოქალაქეები. აი ყველაზე დაბლა არის და ეს არ ვიცი ხა კურსს ხედავთ თუ არა, მაგრამ აი ეს მოქალაქეები არიან ყველაფრის საფუძველი. მათი თანხმობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ აქედან ამოიზარდოს სამართალი, ამოიზარდოს სიბრძნე, სამართალი და სიბრძნე წარმოიდგინეთ. და ეს იქნება გარანტი შემდეგ მშვიდობის, სიმტკიცის და გონიერების. მისკენაც ყველა ცალკეული მიიღოს. და აი ასეთი ნაწილებისგან შეკრული ერთობა არის კომუნა, მოქალაქეთა თემი, თვითმმართველი ერთეული, დავანდელი სიტყვებით რა ვთქვა. და ეს გამოსახა ამ ლორენცეტიმ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ძალიან კარგად და ეს ის დრო არის, როდესაც ქალაქები ჩამოყალიბებული, ბევრი უკვე თავისუფალი ქალაქი გაჩნდა. თავისუფალი ქალაქიც უნდა გავიგოთ ახლა რა არის, ხო? ესე ქალაქები კი ჩამოყალიბდა, მაგრამ გარკვეული ფეოდალის ქვეშევრდომობის ქვეშ მაინც იყვნენ ან ჰერცოგის. ეს გარკვეული ავტონომია ქალაქს ჰქონდა, მაგრამ იმ საჰერცოგოს ნაწილი იყო, რომელშიც არსებობდა. მაგრამ ამ დროს გაჩნდნენ სრულიად დამოუკიდებელი ქალაქები. აი მაგალითად ბერნი ასეთი ქალაქი იყო. თუ მოგვიანებით გაჩნდნენ ესე ჰანზა ქალაქები, რომლებიც დღემდე გერმანიაში დღემდე ეს ფედერაციის სუბიექტი ქალაქები არიან ჰამბურგი, ბრემენი. მოკლედ აი ეს არის დრო დაახლოებით მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეები, როდესაც ახალი დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ შეიქმნა ქალაქი როგორც ესეთი. და ეხლა უნდა ითქვას, რომ ხო ეხლა ეს იმისი მაჩვენებელია, როგორ არის დაკავშირებული სამართალთან ეს თავარი ფიგურა, ხალხზე გავლით. ეს უშუალოდ კი არ ქმნის სამართალს, ეს მეფესავით რო არის წარმოდგენილი სული კომუნის, არამედ ხალხზე გავლით აკეთებს ის ამბავს. ხალხი როგორც საყრდენი არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ სამართალი არსებობს. და აი ესე შეიქმნა ამ დროს ქალაქები, ბევრი დამოუკიდებელი ქალაქიც და უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის და მთელი აღორძინების დროს ინდუსტრიალიზაციამდე ყველა ქალაქი ფაქტობრივად პატარა ქალაქი იყო. ეს დაახლოებით თანაბრად განაწილებული მოსახლეობა ქვეყნის ფარგლებში, ეს ამდროინდელი მოვლენა სოფლებით და ქალაქებით, რომლებიც პატარა ქალაქებია და ძალიან ბევრი. აი ინდუსტრიალიზაცია ისეთი გარდამტეხი მოვლენა ამ ახალ დროში, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, როდესაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი მიგრაცია ქალაქებისკენ და წარმოიშვა პირველი დიდი ქალაქები, პირველი ერთ-ერთი ესეთი უზარმაზარი ქალაქი იყო ლონდონი, რომლის ესეთი და მოსახლეობის დაკავშირებული იყო საქსოვი
დაზგის შექმნასთან, მექანიკური დაზგის შექმნასთან, რაც საშუალებას იძლეოდა ძალიან წარმადობის ამაღლების, შეიძლება ტრივიალურ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმისისთვის. როდესაც თელმა ქვეყანამ ლორდები მართავდნენ, ხო? მონოკულტურად აქციეს სხვა. ესე იგი, უზარმაზარი ზიანი მიაყენეს მრავალფეროვნებას ქვეყნის, ხო ქვეყანაში ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში მრავალფეროვანი იყო მეურნეობაც, ცხოვრებაც და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი როგორც კი ეს შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი წარმადობით მოექცოვათ შალი, მაშინვე ყველაფერი გადავიდა მეცხვარეობაზე. უმუშევრობა და აი ეს არის ის დრო, როდესაც მოაწყდა ხალხი ქალაქებს. ესე ქალაქებს მოაწყდა და ამით უზარმაზარი გახდა ქალაქი და ეს ლონდონი ყველაზე კარგი მაგალითია ამისი. სრულიად უკონტროლოდ იზრდებოდა ლონდონის მოსახლეობა, ბოლოს საკუთარ ექსპერიმენტებში იხჩობოდა, სანამ ბოლოს და ბოლოს მე-19 საუკუნეში ეს დიდი არხები არ გაჭრეს და ტემზამდე არ მიიყვანეს ესა. ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ეს ახლა უბრალოდ იმის დასანახებლად, იმის დასახსენებლად ვთქვი, რომ დიდი ქალაქი ეს ინდუსტრიალიზაციის მოვლენაა. ინდუსტრიალიზაციამდე, ესე იგი მთელი მე-12-დან დავიწყოთ. მე-17 საუკუნე, მე-17-ში ინდუსტრიალიზაცია ძალიან ახალი მოვლენა იყო და ის დასავლეთ ევროპაში. მე-18-მე-19 საუკუნეებამდე ყველა ქალაქი იყო პატარა. ეს ამის მერე დაიწყო ქალაქების ესეთი ნახტომისებური ზრდა. და აი ასე ჩამოყალიბებული ქალაქის ხუთი ნიშანი ჩამოაყალიბა მოხდა ერთმა ურბან სოციოლოგმა ვალტერ ზიბელმა, რომელიც თანამედროვე ქალაქს შეეფერება, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი რამეა იქ, რაც ქალაქზე როგორც ასეთზე ამახვილებს ყურადღებას. და ეს აი შემდეგი პუნქტებია. ამაზე შეიძლება ცოტა გავრცობილადაც ვილაპარაკო. ისტორიის აღქმადობა. ეს ქალაქი არის ისეთი ადგილი, სადაც წარსული თვალსაჩინო უნდა იყოს. თუ წარსული თვალსაჩინო არ არის, ადამიანებს ეკარგებათ იმის განცდა, რომ ისინი არიან გადამბნელი რგოლი წარსულსა და მომავალს შორის. ყველა ადამიანი შემოქმედებითი არსებაა, შემოქმედია, ახალს ქმნის და ყველა ქალაქი ესე მუდმივად განახლებაშია, მაგრამ ამ განახლების საფუძველი, ესე იგი პირდაპირ გაგებით საფუძველი უნდა იყოს წარსული. წარსულს ვერ გაიმეორებ, სრულიად ახალი რამე უნდა გააკეთო, მაგრამ იმ წარსულზე უნდა იდგე. თუ ეს არ აქვს, ესე იგი თუ ადამიანს არ აქვს მოქალაქეს, არ აქვს იმის განცდა, ყოველდღიურობაში თუ არ აქვს იმის განცდა, რომ ის არის განვითარების ერთი ნაწილი. განვითარების ერთ მომენტში ცხოვრობს. ეს არის რგოლი, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან, ესეთი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვნად გაღარიბებული ცხოვრება. და ამიტომ ეს ელემენტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო დღეს, არამედ ყოველთვის ასე იყო რა. და დღევანდელ ქალაქს თუ ვილაპარაკებთ, მაშინ ზიბელი ამბობს, რომ მოდერნის წინა ისტორიის აღქმადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოდერნი ეს არის ის დრო ქალაქების განვითარებაში, ევროპის ქალაქების განვითარებაში მე-20 საუკუნეში, როდესაც ინდუსტრიულმა ბინადრჩენებლობამ მოიცვა ქალაქები, დაჩნდა ეს მრავალბინიანი კორპუსები, ეგრეთ წოდებული, რომელმაც გადაუვარა მთელ ევროპას და 90-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს პატარა გადახვევა. მოკლედ, მოდერნს ესე ისტორიაში არ გულისხმობდა მოდერნს როგორც ისტორიის ერთ-ერთ გამოხატულებას, ამის თქმა მინდა. და აი ამ შემთხვევაში ამბობს ზიბელი, რომ ქალაქი არისო ევროპული საზოგადოების ემანციპაციის ადგილია. რაზეც წეღან ვილაპარაკებ, ხო? ემანციპაციის დამოუკიდებლობის შეძენის ადგილია ქალაქი. სადაც დამოუკიდებლებელმა ადამიანებმა
ნაერები მოძებნეს, შექმნეს ესეთი პატარა ერთობები და თქვეს, რომ ჩვენ ვართ ქალაქი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი. ეს ევროპული განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დაახლოებით ამ დროს როგორ წავიდა საქართველოს საქმე ცოტა გვიან ვთქვათ, ჯერჯერობით გავყვეთ ამ ევროპულ განვითარებას. ეს ისტორიის აღქმატობა ეს როგორც აუცილებელი პირობა დღევანდელი ცხოვრების ევროპელებისთვის გათავისებულია. ეს არის მაგალითად ბერნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის, ცენტრალური ქუჩის ხედი. ქალაქური ცხოვრების წესი. ეს არის კიდევ მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელიც ქალაქს განასხვავებს სხვა დასახლებებისგან. და ეხლა ეს სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ქალაქი იქნება თუ პატარა. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ისეთი ხდება ქალაქში, რაც არ არის დამახასიათებელი სოფლისთვის, რურალური ცხოვრებისთვის. ეხლა როგორც წეგანმედიშ შემოც აღნიშნა ეს რაღაცა ხარისხობრივი დაპირისპირება კი არ არის ქალაქსა და სოფელს შორის. არამედ განსხვავებაზე მითითება მხოლოდ. რომ სოფელს თავის დიდი უპირატესობები აქვს ქალაქთან შედარებით. მაგრამ ქალაქს აქვს ისეთი ნიშნები, რომლებიც განსხვავებულია სოფლისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის მაგალითად საზოგადოებრივი ცნობიერების გაჩენა. აი იქიდან მოყოლებული როგორც ეს ქალაქები გაჩნდნენ, ჩამოყალიბდნენ როგორც საზოგადოებები, აი მაშინვე გაჩნდა ესეთი დილემა. მხოლოდ საზოგადოების წევრი ვარ თუ პირადი ცხოვრებაც მაქვს. ეს არის სრულიად ახალი თანამედროვეობის შესაფერი, ესე იგი ახალი დროის შესაფერი განცდა. რასაც აი დასაწყისში ვხედავთ ჰუმანიზმის დასაწყისში. და ქალაქი არის ის ადგილი, სადაც ეს პოლარობა საზოგადოებრივსა და კერძოს შორის განსაკუთრებით კარგად ჩანს. და ურბანსოციოლოგები ამბობენ, რომ მით უფრო ქალაქურია ცხოვრება, რაც უფრო პოლარულია ეს ორი რამ. საზოგადოებრივი როგორც ესეთი და კერძო როგორც ესეთი. საზოგადოებრივი ულობა გამოიხატება საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებაში, როგორ არის მოვლილი, მოწყობილი, როგორ კარგად იგრძნობს ადამიანს საზოგადოებრივ სივრცეებში. საზოგადოებრივი სივრცეები უნდა ვთქვათ რა არის, ხო? ეს არის ქუჩები, ეს არის მოედნები, პარკები, წყლის ზედაპირები, ყველა ის ადგილი, სადაც ყველას თანაბრად მიესვება. და რამდენადაც კარგად არის ეს მოწყობილი, სხვის თვალში ნაცრის შესაძლებლად კი არა, რამდენად კარგად ხმარობენ ამას თვითონ მოქალაქეები. მით უფრო მაღალი დონის საზოგადოებრივი ცნობიერება არის. და მეორე მხრივ, რამდენად შეუძლია ადამიანს დაიცვას თავის საზოგადოებისგან. ესე იგი, თავის ინტიმური ცხოვრება კონდეს. ესე იგი, სრულიად გამოეყოს, თავის თავს მიხედოს, თავის პირად განვითარებას მიხედოს და არ იყოს გათქვეფილი სოციუმში. რა თქმა უნდა, ყველანაირი შინაგანი განვითარების საბოლოო მიზანი მოყვას ის სადმი სიყვარული, მოყვას ის სადმი გარჯა არის და საბოლოოდ ადამიანობა ამაში მდგომარეობს. მაგრამ ამის შესაძლებლობა ხო უნდა კონდეს ადამიანს, რომ გამოეყოს ყველაფერს გარემოს და კერძოდ თავის ინტიმურ სივრცეში არსებობდეს და აი ეს პოლარობა, როდესაც ერთიც და მეორეც საზოგადოებრივიც და ეს კერძოც მკვეთრად არის გამოხატული, მაშინ ამას უფრო ქალაქური იერი აქვს ასეთ ცხოვრებას. ქალაქური ცხოვრების ერთ-ერთი წესი არის ისიც, რომ საწარმოო ფუნქციები გაჩნდა. კერძო საოჯახო მეურნეობები ხრება, აღარ არსებობს და საწარმოო ფუნქციები არის. საწარმოო ფუნქციები და სავაჭრო ფუნქციები განვითარდება. ხელოსნობა, უფრო გვიან მეწარმეობა და ვაჭრობა. ვაჭრობის და ხელოსნობის ადგილია. და ვაჭრობა და ხელოსნობა ისეთი სოციალური მოვლენებია, რომლებიც უშუალოდ ქმნის დამოუკიდებელ ცხოვრების წესს, რომელიც სოფელში ვერაფრით ვერ იარსება. და ბოლოს ზიბელი ამბობს, რომ ქალაქის ფორმა ქალაქური ცხოვრების წესის ჭურჭელი და სიმბოლოა. ესე იგი, ისეთ ფორმას იძენს ქალაქი, რომელიც იმ შინაარსებს პასუხობს.
შინაარსების ჭურჭელია, ასე ვთქვათ რა. და კიდევ კარგ რამეს ამბობს, სადაც დაფიქრება არ იქნებოდა ცუდი. ოღონდ ეს ნამდვილად თანამედროვე მოვლენაა. ემანციპაციის იმედი. იცით რა, სიბელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეპირება არის, რეალიზებული ეს არ არის. რომ ადამიანმა იგრძნოს თავი დამოუკიდებლად ეკონომიკური და პოლიტიკური შევიწროებისგან. თავისუფლად იქნოს თავი. და ამას ჰქონდეს არა მხოლოდ პიროვნული განზომილება, ეს ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი, თუ საკმაოდ განვითარებული ადამიანია, ციხეშიც კი შეიძლება თავისუფალი იყოს ადამიანი. აი გალერაზე მიჯაჭვული ადამიანის თავისუფალი შეიძლება იყოს ბერძენი ამბობდა, ხო? მაგრამ აქ ლაპარაკია სოციალურ განწყობაზე, რომელიც ადამიანს უქმნის ეთქოს შეპირებას, რომ იმას შეუძლია სუფეხებზე ეკიდოს მთელი ეს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები რაც აკეთებენ. თვითონ არის ადამიანი თავისნაირების გარემოცვაში ცხოვრობს და თვითონ ეხლა შეუძლია ისე იცხოვროს, სუფეხებზე დაიკიდოს ერთიც და მეორეც. უკაცრავად ეხლა ესეთი ვულგარული ლაპარაკის, მაგრამ ეს მართლაც ესეა. დიდ ქალაქებში და თანამედროვე ქალაქებში ამისი სული ტრიალებს. და ეხლა ამიტომ ვთქვი, რომ ეს თანამედროვე ქალაქი შეეხება ვიდრე ძველ ქალაქებს. მაგრამ ქალაქური დღევანდელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. და აი ახლა ესეთი სცენა ეს ბერლინშია გადაღებული ორანიენშტრასეზე. ესეთი ტრადიცია არსებობს ბერლინში, ჩაკეტავენ ქუჩას და მოაწყობენ ესეთ ზეიმს. რა თქმა უნდა, ქალაქის მმართველობასთან შეთანხმებით. ქალაქის მმართველობა ჩაკეტავს ამას და ხალხი ზეიმობს. და აი ახლა ყველა მათგანს მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სამსახურში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ან პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტებისგან დამოუკიდებლები არიან სინამდვილეში ყოველდღიურობაში, ცოტა ხანს მაინც უნდათ იყვნენ დაივიწყონ ეს და იყვნენ დამოუკიდებლები. და ეს ახლა ერთ-ერთი ზეიმის ფოტოა უბრალოდ. აი ესეც გარკვეულად ასეთ განცდას აღწერს ეს არის გერლიცა პარკი ასევე ბერლინში. სადაც ადამიანს შეუძლია წავიდეს და თავის საქმეს მიხედოს, თავის ჭია გაახაროს, იმისგან დამოუკიდებლად რა ხდება საზოგადოებაში. ეხლა პატარა გადახვევას თუ გავაკეთებ, როგორი მნიშვნელოვანია დღევანდელ დაძაბულ მდგომარეობაში, რომელშიც თბილისი იმყოფება, არ ვიცი ახლა სენაკში ეს ესეა თუ არა, საოცარი დაძაბულობა არის, უკვე ჭკუაზე გადასულობამდე მისული, რომელსაც სულ ყველა ჩართულია ერთი და იგივე დაპირისპირებაში. და ეს გამოყოფა დაპირისპირებიდან, ამ ნებათაღებიდან გამოყოფა და საკუთარი ცხოვრებით ცოტა ხნით დათმობა ძალიან კარგი იქნებოდა ქართველებისთვისაც, თბილისელებისთვის ყოველ შემთხვევაში. ფორმა არის მნიშვნელოვანი ასევე ქალაქისთვის, განსხვავებული ფორმა აქვს მას სოფლისგან და ეს ვლინდება სიდიდეში, ესე იგი ბევრი ხალხი ცხოვრობს ქალაქში, გაცილებით მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე სოფელში, ხო? ის კრიტერიუმები, რის გამოც ქალაქს ქვია ქალაქი და იმაზე უფრო პატარა დასახლება სოფელი, დაახლოებით 5,000 ადამიანია, ესეთი ევროპული სტანდარტებით ეს არ არის ძალიან მკვეთრი ნათქვამი, მაგრამ აი 5,000-ზე მეტი ადამიანი და ცხოვრობდეს, რომ იმას ასეთი ქალაქი ერქვა. და პატარა ქალაქი ქვია იმას, რომელიც აი დაახლოებით 20,000-მდეა. სენაკში, როგორც ახლა ამას წავიკითხე, 21,000 ადამიანი ცხოვრობს. ხო ეს პატარა ქალაქის მასში შეედის. 28,000 ცხოვრობდა ბატონო ზურაბ და დაიკლო როგორც ბევრ სხვა ქართულ ქალაქში და უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ 21,000 არის. ეს ხო და ამას როგორღაც მიუბრუნდეთ თუ დრო დაგვრჩება როგორი არასასურველი განვითარება დაიწყო საქართველოში, ნუ ხა დაიწყო მარტო პოსტსაბჭოთა დროს
გოლის ხო ამაში ეს გარკვეული ანომალიაა. კარგით, მაგრამ ეს სიდიდე, მაღალი სიმჭიდროვე და მრავალფუნქციურობა, შერევა. ესე იგი ადამიანი, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, იმას აქვს შანსი იცნობდეს ძალიან მრავალფეროვან სხვა ადამიანებს, შეიძლება იცნობდეს მეცნიერსაც, ხელოვანსაც, ხარასსაც, დურგალსაც, მეტალურგიული ქართლის მუშასაც, მეძავსაც, შეფერხებულ ადამიანს, ესე იგი ძალიან დიდ მრავალფეროვნებას პირდება ქალაქი ადამიანს. თუ ადამიანი ინტერესით, სხვა ადამიანებისადმი ინტერესით გამსჭვალული შეხედავს გარემოს და თავის კაფსულაში არ ჩაიკეტება. მისი საშიშროებას დიდ ქალაქებს აქვს, თორე ეს ცნობილი რაღაცა. მარტოობის ადგილი დიდი ქალაქია ხშირად, როდესაც ეს ბალანსი იღება. მოკლედ აი შერევა, სიდიდე, დიდი სიმჭიდროვე, გარკვეული ცენტრალურობაც. აი პატარა ქალაქებიც არიან ცენტრები გარკვეული რეგიონების. ეხლა თბილისი ისეთ მოვლენად გადაიქცა, რომ უკვე ძნელია იმას ცენტრი დაარქვა, მაგრამ პატარა ქალაქები და ალბათ სენაკიც მე ხა ძალიან ცუდად ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სენაკი არის გარკვეული ცენტრი რაღაც რეგიონის. და ეხლა შემდეგ თუ ვისაუბრებთ ამაზე, დისკუსია თუ გექნება, იქნება ამასაც მივაქციოთ ყურადღება, რა შესაძლებლობები აქვს სენაკს, რომ კვებოს მის გარემოში გარკვეული არეალი. კვებოს არა მარტო მატერიალურად, მატერიალური ნაწილიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სულიერადაც კვებოს, ესე კულტურულადაც კვებოს, ადმინისტრაციული აქტივობებითაც კვებოს, ხო? ესე იგი რაღაცის ცენტრი არის ქალაქი, მათ შორის პატარა ქალაქიც. ეხლა ეს პატარა ქალაქია, აშკარად ძალიან პატარა ქალაქი, მაგრამ როგორც ჩანს, რომ დიდი სიმჭიდროვეა, ხო? გარეგნული ფორმითაც ეს შემჭიდროვებული რაღაცაა. და დაგეგმილი ქალაქი. ეს დაგეგმილობა ქალაქის ყოველთვის ასეთი იყო ახალ ქალაქებამდე იმ დრომდე, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ესე იგი ბაბილონიც დაგეგმილი ქალაქი იყო, უძველესი ქალაქი. მაგრამ ეხლა უკვე დაგეგმილი ქვია ადამიანთა ნების საფუძველზე დაგეგმილს. ესე იგი თუ ადრე ქალაქს გეგმავდნენ ქურუმები, თეოკრატიულ საზოგადოებაში, ხო, რაღაც სიბრძნიდან გამომდინარე გეგმავდნენ. ეხლა აღმოჩნდა ნელ-ნელა, რომ ადამიანთა საზოგადოებამ გადაიბარა ეს ფუნქცია და თვითონ ქმნის ინსტრუმენტებს, როგორ უნდა გეგმავდეს და ანვითარებდეს ქალაქი. და აქ ამას თუ გავყვებით, ჩვენ მივალთ აი ჩართულობამდე, პარტიციპაციამდე, მოქალაქეთა ჩართულობამდე ქალაქ განვითარებაში. და ეს დაგეგმვა არის არა მხოლოდ სივრცული დაგეგმვა, სად რა აშენდეს, არამედ ეს არის სოციალური დაგეგმვა პირველ რიგში. როგორი შერევა იარსებებს, ან როგორი სეგრეგაცია იარსებებს, სეგრეგაცია დაყოფას ნიშნავს. როგორ გვინდა ვიცხოვროთ? ვიცხოვრო მდიდრებმა ერთად და ღარიბებმა კიდევ სხვაგან, რომ ერთმანეთს არცადან შეხვდეთ. თუ გვინდა რომ შერეულად ვიცხოვროთ, ვიცხოვროთ ისე, რომ სხვადასხვა პროფესიის ხალხი ერთმანეთს ერეოდეს, თუ პროფესიებად დაყოფილი და ასე შემდეგ. ესე იგი, ესეთი დაგეგმვა, რომელიც ნელ-ნელა ადამიანებმა გადაიბარეს, რომლის პროცესშიც ეხლა არავის არ ეგონოს, რომ სადმე მაინც მსოფლიოში ეს იდეალურად განხორციელებულია. ეს ძალაუფლება, პოლიტიკური ძალაუფლება, ეკონომიკური ძალაუფლება უზარმაზარ როლს თამაშობს ჯერ კიდევ ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, როგორც იცით. მაგრამ ამ პროცესში ვართ ეს ვარ, რომ უფრო და უფრო მეტად ადამიანები იღებენ ხმას და ამბობენ, რომ არა, მე მინდა აი ასე და არა სხვანაირად. მე მარტო კი არა ვარ, ჩემნაირი კიდე ბევრია. აი ძალიან კარგი ასეთი მაგალითი არის, როდესაც ბერლინში გაუქმდა ერთი აეროპორტი, აეროდრომი, ტემპელჰოფი, გაჩნდა აზრები ქალაქის მმართველობაში, როგორ უნდა განავითაროს უზარმაზარი ადგილი. და იმ
სოციალური გამოწვევიდან გამომდინარე, საცხოვრებლის დეფიციტიდან გამომდინარე, ქალაქის მმართველობამ ესეთი გეგმა შესთავაზა მოსახლეობას, რომ ნაწილობრივ დაეტოვებინათ პარკად და ნაწილობრივ საცხოვრებელი აეშენებინათ ყველაზე კარგი პირობებით, ესე იგი საშუალო ფენისთვის, დამქირავებლისთვის ყველაზე კარგი პირობებით, რომელიც სპეკულანტების ხელში არ ჩავარდებოდა. მაგრამ შეხვდა წინააღმდეგობას და მე მთლიანად ბერლინის ესეთი პლებისციტი ჩაატარეს და ეს გეგმა ვერ გავიდა. და ეხლა იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი, რომ მთლიანად მთელი ტემპელჰოფი პარკად დარჩეს. ესე იგი ობიექტურად რაღაცა თვალსაზრისით ობიექტურად თქვა, ქურუმების თვალსაზრისით, ბრძენი ხალხის თვალსაზრისით. არამედ სწორი და ობიექტური არის ის, რაც სოციალურად ცოცხლობს. და უმრავლესობა თქვა, რომ ეს უნდა პარკი იყოს მთლიანად. და რახანაც პლებისციტი იყო, ეს პარკად დარჩა. ჩემი აზრით ჯობდა ნაწილობრივ მოეშენებია. მე ვიცნობ ადამიანსაც, ვის შედგენილ გეგმა იყო და ის იმან ისე წვავეთ განიცადა ეს, რომ დაკარგა ამხელა შესაძლებლობა ბერლინმა იაფის საცხოვრებლის შეძენის, მაგრამ აი ხალხმა სხვანაირად გადაწყვიტა. და ეს პროცესი რო არის, ეს მნიშვნელოვან საინტერესო დროში ცხოვრობთ ჩვენ, როდესაც ადამიანები თვითონ უფრო და უფრო მეტად იღებენ ხელში თავის განვითარებას, თავის გარემოს განვითარებას, ქალაქის განვითარებას. ეხლა შეიძლება ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ეს სოციალური დაგეგმვა ადამიანების ხელში რო გადავიდა, აი მაგალითად ამის მოყვანა მიდოდა მაგალითად. უფრო და უფრო სოციალური ხასიათს ატარებს ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, ეს არის სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და ასე შემდეგ. უფრო და უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული, ესე იგი, ყველა ადამიანის და მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე, მის თავისუფლებაზე ორიენტირებული. და ეს არის თანამედროვე ევროპული ქალაქის ნიშანი. მაგალითად, განსხვავებით აღმოსავლური ქალაქისგან, სხვათა შორის ამერიკული ქალაქისგანაც. ამაში შედის სოციალური საცხოვრებლის მშენებლობაც. ესე იგი, დაგეგმილი ქალაქი, აი ამ თვალსაზრისით დაგეგმილი უნდა წარმოვიდგინოთ, სოციალური თვალსაზრისით დაგეგმილი. და შეიძლება ახლა ესე შევხედოთ საზოგადოებრივის და არასაზოგადოებრივის დაპირისპირებას. ესე იგი, იმ ერთობებში, იმ თემებში, სადაც საზოგადოებრივი განიცდება როგორც საკუთრივ ადამიანური. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე როგორც არსება, სოციალური არსებაც ვარ. იმასთან ერთად, რომ ვარ ინდივიდუალური არსება, სოციალური არსებაც ვარ და ეს საკუთრივ ადამიანურია. და ამდენად მე ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემ ძალებში რაც არის იმისთვის, რომ ეს რეალიზებული იყოს სოციალურად. აი ესეთ არაევროპული დამოკიდებულება ამასთან არის ესეთი, რომ საზოგადოებრივი როგორც საკუთრივ ადამიანური ცნობიერების არარსებობა. ეს ძალიან გავს, ეხლა ძალიან გატკეპნილი სიტყვა ეს ნეოლიბერალური, მაგრამ აი ნეოლიბერალური განწყობას ეს ძალიან გავს რა. ერთობას ადამიანთა საზოგადოება არავითარ როლს არ თამაშობს. იმის ცნობიერება არ აქვს ადამიანს, რომ მე ხო თბილისში ძალიან ბევრს ვიცნობ, ასეც ფაქტიურად დღევანდელი თბილისის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები აი ესეთი ჰაერით უნთქავენ, რომ საზოგადოებრივი არ არსებობს, ამის ცნობიერება არ აქვს. არსებობს მხოლოდ კერძო პირი, ინდივიდუალობას ვერც კი დაარქვი, რომელიც თავისი ხეირისთვის ცხოვრობს და გაურიგდება სხვა კერძო პირებს. ესე იგი, სოციუმის ჩანაცვლება მოხდა კერძო პირთა არითმეტიკული ჯამით. ბევრი კერძო პირია, რომლებიც ან ებრძვიან ერთმანეთს, ან ერთმანეთს გაურიგდებიან. მაგრამ ისო ერთმანეთი როგორც ერთობა იგრძნო, აი ამის გრძნობის დეფიციტი არსებობს. და ახლა ეს უნდა ვთქვათ რა მაშინ, თბილისი ევროპული ქალაქია დღეს თუ არა. აი აქედან გამომდინარე.
ესევე შეგვიძლია ვთქვათ თვითმმართველობაზე, ხო? თვითმმართველი ერთეულია თბილისი. ესე იგი, საერთოდ სიკეთის მართვის ინსტრუმენტები აქვს ამ ქალაქს. ესე იგი, მოქალაქეთა საერთო მიზნებზე შეთანხმებიდან გამოდის ეს მართვა ქალაქის. თუ უბრალოდ გარიგების შედეგია ეს, და უფრო მეტ შემთხვევად დავინახავ თბილისზე ვამბობ და სამწუხაროდ ესეთი ეჭვი მაქვს მოსენაკშიც ესე იქნება. თუ ეს ხშირ შემთხვევაში ეს გარიგების საგანია. თვითმმართველობა როგორც კერძოთა შორის გარიგებების ინსტრუმენტი. თვითმმართველობა იმისთვის აქვს ამ ხალხს, რომ გაურიგდნენ ერთმანეთს. და ქალაქის ფორმა ამ გარიგებების შედეგია ფაქტიურად. აი ხლა კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხო ბევრს ლაპარაკობთ, აი როგორც შეიძლება თქვა, რომ ევროპელები ვართ და ჰაი და ჰოი. სინამდვილეში ევროპული იმითი ვცხოვრობთ და ჰაერით სუნთქავთ ამ თვალსაზრისით თუ არა. ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ თუ არა. ერთი წამით თუ შეიძლება კარებს გავაღებ ვიღაცამ დარეკა. მეგობრებო, მომზადეთ ცოტა ხანში გადავდივართ დისკუსიების ნაწილში, დაახლოებით 10-15 წუთში და შეგვიძლია კითხვები დავუსვათ ბატონ ზურაბს. ედი როგორ ახარ ვერც მოგესალმე, გამარჯობათ ყველას მოგესალმე. Привет, Тима. ბოდიშ ვიხდი და ესე არა უშავს ბატონ ზურაბ ვისარგებლებ ბარე მომენტით და გეტყვით რომ დაახლოებით 15 წუთი დარჩა რომ ეს უყურებთ მას და დაახლოებით ეს ვფიქრობდი მას. 15 კი არა ნაკლები დამჭა შეთანხმების მიხედვით. ნუ კი ბატონო შეგვიძლია ოდნავ გავზარდოთ ეგეც არ არის პრობლემა. კარგი. და ახლა აი ესე თუ შევხედავთ ქალაქს, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ თეორიულად და კი შეგპირდით, რომ მე ისეთ მეცნიერი არა ვარ და ამიტომ მეცნიერულ მას არ ვხმარო ტერმინებს, მაგრამ თუ მაინც ესე გამოვიდა თქვენი ყურისთვის თუ ისეთი რამეები ვთქვი, რაც უცხოა თხოვთ ამ დისკუსიას მითხრათ და ჩამეკითხოთ. და ახლა ესეთი მოხილვის, თეორიული მოხილვის მერე იქნებ შევხედოთ ესეთ ჩვეულებრივ ევროპულ ქალაქებს და პატარა ქალაქებს. იგი არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ ქალაქები აუცილებლად არიან იმ იდეალების შესაძლებელი, რომელზეც ახლა ვილაპარაკეთ. რომ ყველგან წარსულს პატივს სცემენ, რომ შემოქმედება ადამიანის თავისუფლება მაღალ დონეზეა და ასე შემდეგ. პრობლემები ევროპაში ძალიან ბევრია. აი ეს არის სიენა, ხო, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, ცნობილი სიენას მოედანი. ეს არის ურბინო, ერთ-ერთი ესეთი პატარა ქალაქი იტალიაში. იტალიაში ყველაფერი ასეთია. მოკლედ სიძველეს პატივს სცემენ. ესეც ურბინოს შედია. ეს არის ერთ-ერთი პატარა ქალაქი, ესე გამორჩეული რაიმე ნიშნით დაცული ქალაქი ეს არ არის. ეს არის ერთ-ერთი პატარა ქალაქი ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის ჩრდილოეთის ერთ-ერთ კუნძულზე. ესეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობის არ უნდა იყოს. აი ესეთ რამეებს ძალიან უფრთხილდებიან. სოფლშორის გაცილებით უფრო მეტად უფრთხილდებიან სიძველეს ვიდრე ჩვენში. თითქოს სულ წარსულზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, რომ ეს კულტურა იყოს ნამდვილი, რომ წარსული არის საფუძველი, რაზეც ახალი უნდა ავაშენოთ. ამ საფუძვლის გარეშე არაფერი არ გამოგვია, აი ცნობიერებით ვერ ვცხოვრობ. და ევროპაში უფრო მეტად არის ცნობიერება და ძალიან ხშირად ნახავთ 2, 3, 4 საუკუნის წინანდელ სახლებსაც კი. რაც ჩვენთან არ არსებობს. აი არ ვიცი ახლა სცენაში როგორ არის, მაგრამ თბილისში მე-18 საუკუნის არც ერთი სახლი არ არსებობს. მთელი განაშენიანება მე-19 საუკუნისა აქ. ესე იგი
რუსეთთან შეერთების შემდგომი დროით. უფრო ადრინდელი არის მხოლოდ გათხრებით მოსაძიებელი სარდაფების დონე და ასე შემდეგ. და აი გერმანიაში ნახავთ მე-17 საუკუნის სახლს, 18 საუკუნის სახლს. ბევრს. საცხოვრებელსაც აი ესე ფახვერტული სახლები ქვია, და ეს შეიძლება იყოს რამდენიმე საუკუნის თავისუფლად. მიუხედავად ამ უზარმაზარი ნგრევებისა, ეხლა არავინ ისე არ იფიქროს, რომ ომები მარტო საქართველოში იყო რა ეს ევროპა იყო გადაბუგული სლოვონებით საუკუნეების განმავლობაში. ესეც ერთ-ერთი ძალიან ისეთი მოსაწყენი ქალაქია, მაგრამ ესეც ერთ-ერთი პატარა ქალაქია. ეს ძალიან ტიპიური პატარა ქალაქია. ეგ არაფერი ისეთი რო არ აქვს, მაგრამ ხედავთ ამ სრულად ჩვეულებრივ ტიპიურ პატარა ქალაქში იმას პატივს სცემენ, რომ ეს ფახვერკული სახლია და ერთხელაც არ მოვა ვიღაცა და გალესავთ იმას მოხდა არ შეიძლება. ნუ ახლა ესე გაიგებთ ამას, რომ ადამიანთა ცნობიერება საყოველთაოდ ასეთი. ქალაქ მშენებლური ინსტრუმენტები აქვს ამის. ყველა ქალაქს აქვს გარკვეული წესდება, იმ წესდებას არ გადაუხოს არაფერი, იმიტომ რომ კანონის ძალა აქვს. მოკლედ ეს ინსტიტუციურად სამართლებრივ, ესე იგი სამართლის დონეზე და ინსტიტუციურადაც არის დამკვიდრებული ესეთი დამოკიდებულება გარემოსთან. ეს ახალი განაჩენიანება ასეთ ქალაქში. აი ესეც ძალიან ესეთ რელიეფურ პეიზაჟში ჩაბმული ქალაქია. ეს იგივე ქალაქია. ხო, და ერთი ორი სიტყვით ესეც ვთქვა, სანამ დისკუსიაზე გადავალ. ძირითადად დიდი ქალაქებს შორის განსხვავება. პატარა ქალაქს აქვს უფრო მოხილვადი სოციალური კავშირები. ესე იგი ეს ანონიმურობა არის ნაკლები. და ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ესე იგი ადამიანის როგორც ესეთის, გინდა ნაცნობი იყოს, გინდა არა, პატივისცემა, იმის ღირსების დაფასება, იმის თავისუფლების დაფასება დიდ ქალაქში უფრო ადვილია. ადვილი როგორ, ადვილი ასად არ არის, მაგრამ იქ უფრო მეტი შანსია ამისა, რადგან უფრო მეტი უცხოწლობს. პატარა ქალაქში ადამიანები უფრო მეტად იცნობენ. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, რომ სოციალური კონტროლი უფრო მაღალია. ხო, ადვილად საზოგადოება თავის თავშივე უფრო ადვილად აკონტროლებს რაღაც მოვლენებს. ეს მოკლედ შეგვიძლია ესე დავყოთ დადებით და უარყოფით მხარეება დიდი და პატარა ქალაქის შედარებისას. მაღალი სოციალური კონტროლი, კერძოს ნაკლებად დაცულობა, რაც ახასიათებს პატარა ქალაქს, ხო? მაგრამ ნაკლებად დაცულად გრძნობს პატარა ქალაქში თავს, ან სოფელში მით უმეტეს, რომ სხვამართ ჩაყოს ცხვირი მის პირად ცხოვრებაში, ესე ვთქვა. დიდ ქალაქში ეს უფრო მეტადაა შესაძლებელი. ბუნებასთან სიახლოვე. ეს ძალიან დიდი უპირატესობა პატარა ქალაქის. ბუნებასთან არის ახლოს თავისი განაშენიანებით, თავისი სიმძლავრით, განაშენიანების სიმძლავრით არ ბატონობს ბუნებაზე. ნუ ახლა ძალიან უგუნური პატარა ქალაქები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ევროპაში როგორც წესი ესეა, რომ ის ბუნებაზე არ ბატონობს. განაშენიანების სიდიდე ისეთია, რომ ვერ თგუნავს ბუნებას. აი დიდ ქალაქში ეს ვერ ხერხდება, რადგან ძალიან დიდი წნეხია ინვესტიციები საშენებელ უზარმაზარ სახლებს, აი რაც ახლა პოსტსაბჭოურ დროში, საბჭოურ დროში სხვათა შორის თბილისისთვის ძალიან ესეთი ავად სახსენებელი მოვლენა გახდა. და ამდენად პატარა ქალაქებში დიდი პარკები და ტყე-პარკები არ არსებობს, აზრიც არ აქვს. რადგან ბუნება ისედაც ახლოა. კულტურული სფეროს შეთავაზება და პატარა არჩევანი აქვს პატარა ქალაქს. ისეთი დიდი არჩევანი კულტურული მოვლენებისა პატარა ქალაქში არ არის, როგორც დიდ ქალაქში. ეს აშკარა უპირატესობა არის დიდი ქალაქის პატარასთან შედარებით. სამაგიეროდ თვითმმართველობა არის უფრო ეფექტური პატარა ქალაქში. ვინ არის აქტიური წევრი საზოგადოების?
ვინ შეგვიძლია დავაწინაუროთ, ვინ აიღებს ინიციატივას თავის თავში და თავის გარშემო შემოიკრებს ადამიანებს. ეს პატარა ქალაქში გაცილებით უფრო ადვილია, იმიტომ რომ მოხილვადია საზოგადოება. ბევრი ერთმანეთს იცნობს, უფრო ადვილად დაინახავს ადამიანი, ვინ არის მართლა ყოჩარი. ვინ არის უფრო უანგარო, ვინ არის უფრო თავდადებული თავისი საქმისთვის, ქალაქისთვის. ესე იგი, თვითმმართველობა ხო ასეთ ადამიანებზე დგას, რა? აქტიურ ადამიანებზე, თავის ინიციატივის, თავის ხელში ამღებ ადამიანებზე, ვისაც თავისი ანგარება კი არ ამოწრავებს, საზოგადოების კეთილდღეობა ამოწრავებს. ფული ახლა ყველას სჭირდება. არ არის აუცილებელი ბერი იყოს. მაგრამ თავარი ამძრავი ძალა უნდა იყოს ენთუზიაზმი. და აი ასეთ თვალსაზრისით განხორციელებული თვითმმართველობა უფრო ეფექტურია პატარა ქალაქში. და აი თუ სენატს ამ მიმართულებით სულა უწერია დამოუკიდებელ ერთეულად, მართლა დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებას, აი ესეთი ადამიანები უნდა იპოვოს სენატმა თავის თავში სენატის მოსახლეობა, რომლებიც არიან ენთუზიასტები, რომლებსაც მართლა თავისი ქალაქისთვის უნდა რაღაც კარგის გაკეთება. სამეურნეო მრავალფეროვნების ნაკლებობაც აღსანიშნავია პატარა ქალაქში და ამიტომ მიდრეკილება სპეციალიზაციისკენ. აი რაც შეიძლება თქვა, ეხლა ვთქვათ, იქნებ მენჯი განვითარდეს და მენჯი იყოს ისეთი რაღაცა, რომელმაც ეს ნიშა შეიძლება შეავსოს. და ეს არის ერთგვარი ცალმხრივობა. ესე იგი, ძალიან უხეშად და უკიდურესად რო წარმოვიდგინოთ, რომ იყოს ქალაქი კურორტი, ქალაქი მეტალურგია, ქალაქი თურგლობა და ასე შემდეგ. როგორ გაღარიბდებოდა, როგორ ცალმხრივი იქნებოდა ქალაქური ცხოვრება, ხო? ესე იგი, აი ამ ცალმხრივობის გაცილებით დიდი საშიშროება აქვს პატარა ქალაქს თანამედროვე ეკონომიკურ ცხოვრებაში. ის ესეთი წნეხი რო არ იყოს ფინანსური წნეხი რო არ არსებობდეს. მაშინ ცხოვრება იპოვიდა თავის სარგო ნაწილებს. ცხოვრების ის ნაწილები განვითარდებოდა, რაც ადამიანებს სჭირდება. აი რაც ის უბედურება, რაც ინგლისში მოხდა თავის დროზე, ესე იგი მონოკულტურად იქცა ცხვრის მოშენება, ხო? და ქსოვა. აი ასეთი ცალმხრივობის საშიშროების წინაშე გაცილებით მეტად პატარა ქალაქი ვიდრე დიდი. ბატონო ზურაბ, უკაცრავად ცოტა ცუდად ისმის ხმა და იქნებ ხო, სამ მომენტიდან ისმოდა ცუდად არ ვიცი. მოკლედ ეს ცალმხრივობა, სპეციალიზაციის ცალმხრივობა, სპეციალიზაციიდან გამომდინარე ცალმხრივობა არის ერთ-ერთი საშიშროება პატარა ქალაქების განვითარების. ის მრავალმხრივობა, ის მრავალფეროვნება, რაც ყველა ადამიანს სჭირდება თავის ცხოვრებაში, კულტურული მრავალფეროვნება, ეკონომიკური მრავალფეროვნება, სხვადასხვანაირი სამუშაო ადგილები. როგორც არ უნდა ახლა მაინც და მაინც ვთქვათ, მენჯის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს და აინტერესებს სულ სხვა რამე, ვთქვათ, დურგლობა ან რაღაცა სხვა. და ასეთი დიდი პალეტა, როგორ ქვია, ესეთი პალიტრა რომ არსებობდეს შესაძლებლობების, ეკონომიკური შესაძლებლობების, სამუშაო ადგილების შოვნის შესაძლებლობების. აი ეს დიდ ქალაქში მეტია ვიდრე პატარა ქალაქში. და ყველა პატარა ქალაქმა უნდა იზრუნოს, რომ მისი მეურნეობა მრავალმხრივად ვითარდებოდეს. ეხლა ჩვენ ერთი პატარა მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, ერთი კურორტის განვითარების ბაკურიანთან მიტარდი არის სოფელი, დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა და იქაც აი ეს თემა იყო რა. შეგვიძლია ამაზე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ შემდეგ. და თანამონაწილეობა არის, როგორც ვთქვით, ისეთი რამე, რაც ეხლა ვითარდება. და არავინ არ იფიქროს, რომ ვთქვათ, ეს თანამონაწილეობა გერმანიაში, სადაც ასეთ ფოტოების გადაღება ადვილად შეიძლება და სადაც ეს რეალობა არავინ არ თამაშობს, აქ სპექტაკლი არ არის. არავინ არ იფიქროს, რომ ეს საკმარისად განვითარებულია იქაც. თუმცა, ესე იგი, სამართლის დონეზეც ქალაქშენებული სამართალი გულისხმობს თანამონაწილეობას, აუცილებელი თანამონაწილეობის სტადიებია დასავლელი ნებისმიერ ქალაქშენებულ პროექტს, მაგრამ ის თანამონაწილეობა არ არის, რაც ადამიანს უნდა და ეს არის პროცესი. ამ პროცესში ჩვენ ახლა ცენტრალურ ევროპელებს უფრო უკან ვდგევართ, გაცილებით უკან
მაგრამ არც ისინი არ არიან ძალიან შორს. მათთვისაც ეს ყოველდღიური ზრუნვის ეს არის ობიექტი, რომ რაც შეიძლება მეტად აიღონ მოქალაქეებმა თავისი გარემოს მართვა თავის ხელში. დიდი მადლობა, ძალიან დავიგვიანე და აი ხო თუ საუბარში გამოვასწორებთ ამ ჩემ გადაწყვეტილებას კარგი იქნება. მადლობა ბატონო ზურაბ არაუშავს მეც წაგართვით ჩემი შესავლით დაახლოებით 10 წუთი ასე რომ პრინციპში ზუსტად ჩავედიეთ დროში უკვე შეგვიძლია პრინციპში დისკუსიის ნაწილზე გადავიდეთ თქვენს შეკითხვებზე კომენტარებზე მონაწილეების შეკითხვებზე უბრალოდ სანამ გადავალთ ერთი შეკითხვა მე მინდა რომ დაგისვათ მისადებლო ჩემი პრივილეგიით ასე ვთქვათ თუ შეიძლება ბატონო ზურაბ რომ მე-13 მე-14 სლაიდზე გადახვიდეთ აი სადაც პატარა ქალაქების ფოტოებს გაჩვენებთ აი პრინციპში ეს რო აი რომელიც იცით აგურის ხედი რო ჩანდა მე-19 არის კი ბატონო ესა კი იყოს ეს სურათი ხო ანუ პრინციპში რაც ჩანს ახლა ამ ქალაქს უყურებთ ხო ამ ქალაქის ზედხედი ასე ვთქვათ საერთო ხედი ხო ანუ რაღაცნაირად ჩანს რომ ეს ყველა სახლები რაც ამ ქალაქში არის ხო ეს პატარა ევროპული ქალაქის ტიპური მაგალითია ხო ანუ ყველას დაახლოებით აქვს ერთი ფერის სახურავი რაღაცნაირად ერთი სტილშია ყველა აშენებული ანუ მართალია რა განსხვავებები არის ზოგიერთი მაგალითად სხვადასხვა ფორმები არის მაგრამ ნუ ის რომ ძირითადად დომინირებს მაგალითად წითელი აგურის ფერი და თეთრი ფერი იგივე რაღაცნაირად ფორმები მაინც ერთ სტილს იმეორებს ხო და სხვა სურათები ჩვენ რომ ნახეთ ძირითადად ასე იყო ანუ ეს პატარა ქალაქი თუნდაც ამსტერდამი ყველაზე ისეთი ცნობილი ხატი რომელიც არის რაღაც ევროპული ქალაქების მართალია დიდი ქალაქის მაგრამ მაინც ანუ ჩანს რომ ეს რაღაცა შენობები რაღაცნაირად ყველა ერთმანეთთან შეხამებულია ანუ რაღაც ეს ურბანული იერსახე რაღაცნაირად შეკრულია და ერთმანეთთან დაკავშირებულია თუნდაც ფორმების თუნდაც ფერის თუნდაც სიმაღლის მიხედვით ხო და ну გამოდის ისეთნაირად რომ თითქოს ამ ევროპული ქალაქების მიმზიდველობას თუ სილამაზეს ესეც თავისებურად ქმნის ხო რაღაცნაირად ეს რომ ერთიანი გარემო არის რაღაცა ერთი ფერის სახურავი თუნდაც ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ ფოტოზე ხო და მე მაინტერესებს ანუ ქართული ქალაქებთან მიმართებაში რაღაც დაახლოებით მსგავსი განვითარება რო წარმოვიდგინოთ რომ ამ ქალაქებმა განავითარონ თუნდაც ეს რაღაცა ურბანული განაშენიანება ერთნაირად ანუ ამ მოდელზე მაგალითად და რატო ვამბობ ამას იმიტომ რომ სენაკში ზუსტად თქვენ არ ვიცი ბატონო ზურაბ სენაკში ხართ თუ არა ნამდვილად მაგრამ სენაკში ძირითადად დომინირებს აგურის სახლები ანუ წითელი აგურის სახლები არის ეს ძირითადად საბჭოური მოვლენა საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო ამის განაშენიანება მაგრამ საკმაოდ ლამაზი არის და ზუსტად აქაც არის ასეთნაირად რომ ერთნაირი არის სიმაღლე ბუნებრივია ორსართულიანია უმრავლესობა და სტილიც ერთნაირი ამ საკმაოდ ლამაზი ანუ სენაკის თავისებურ ხიბლს წარმოადგენს ეს აგურის სახლები მაგრამ ბოლო დროს მაინც შეინიშნება რომ ზოგიერთი მაინც ადგილობრივი მოსახლე თუნდაც გადააკეთებს ამ სახლს იერსახეს ცვლის იგივე წინ აგურის მაგურად ბლოკებით ბათქაშით აშენებს და ეს თავისებური ხიბლი რაც სენაკს ამ კუთხით ქონდა ხო იკარგება ანუ ჩემი შეკითხვა არის რომ რამდენად შეიძლება თვითონ მაგალითად ხელისუფლების გასაკეთებელია ეს თუ ის გასაკეთებელი ან რანაირად შეიძლება ამის რეგულირება რომ და მოდი იქიდანაც დავიწყოთ საერთოდ საჭიროა თუ არა ამის რეგულირება და რამდენად შეიძლება რომ სენაკმა და სხვა ქართულმა პატარა ქალაქმა რაღაც საკუთარი ხიბლი თუ საკუთარი მიმზიდველობა დააშენოს ან დააფუძნოს ზუსტად ამაზე ერთ-ერთი მიმართულება ის რო იყოს რომ ну თავის საცხოვრისები იყოს ყოხტა და რაღაც ერთ სტილში მრავალფეროვანი მაგრამ ერთნაირი ამის რეგულაცია როგორ შეიძლება რამდენად არის შესაძლებელი დიდი მადლობა ესეთი რეგულირება ქალაქ განვითარების რეგულირება ამ თვალსაზრისითაც არა მარტო ამ თვალსაზრისით მაგრამ ამ თვალსაზრისითაც რასაც თქვენ ამბობთ არის ქალაქ გეგმარების და ქალაქ განვითარების სამსახურის მოვალეობა. ყველა ქალაქს აქვს თავისი ქალაქ განვითარების სამსახური, ასე ვთქვათ, ხო? და ის უნდა ქმნიდეს ქალაქის განვითარების გეგმებს, რომლებსაც კანონის ძალა აქვს. ეხლა აი ამ ქალაქს დარწმუნებული ვარ, რომ ექნება ქალაქ, ესე იგი, მიწათსარგებლობის გეგმა და ასევე ექნება აუცილებლად ქალაქის წესდება. და ქალაქის წესდებაში ჩამოწერილია რომ თქვათ სახურავები უნდა იყოს ამფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა მთელი ეს ხელოვნება ასეთი დაგეგმვის გამარჯვებს იმაში რომ ერთი მხრივ არ მოკლა განვითარება და
არ დააკონსერვო, აი ხა ჩვენთან გავრცელებული სიტყვა კონსერვაცია და სიძველების დამცველები ამას ძალიან პოზიტიურად ხმარობენ ამ სიტყვას, რომ რაღაცის კონსერვაციაა საჭირო. მაგრამ კონსერვი ისეთი რაღაცა, რომელიც აღარ ცოცხლობს, რა. იგი მთელი ხელოვნება ქალაქ გეგმარებლის იმაში მდგომარეობს, რომ ეს ძველი და ახალი ისე იყოს შეზავებული და შეთანხმებული ერთმანეთთან, რომ ეს ხელს უწყობდეს საზოგადოების განვითარებას. ადამიანმა თავი იგრძნოს კარგად. თავისი შესაძლებლობები გააშალოს ბოლოს და ბოლოს სოციალური კეთილდღეობა, არა მარტო მატერიალური კეთილდღეობა, თავისუფლება, თანასწორობა. ეს ყველაფერი არის მიზანი ქალაქ განვითარებას. და ეხლა თუ ამ სულაც დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ძალიან ერთფეროვანია. ეხლა მე არ მინდა ძალიან შორიდან საქმეში ჩავხედავად სწრაფი გამოვიტანო განაჩენი. მაგრამ მე ძალიან ერთფეროვნად მეჩვენება. ეს ერთი შეხედვით, რა. იქნებ სრულიად თანამედროვე რაღაც ელემენტები უნდა გაჩნდეს ამაში. რა თქმა უნდა, აქ 9 საფულიანი სახლი არ უნდა ჩადგას არავინ. ეს ქალაქის განვითარების მართვა, მისი ხელოვნებისეულობა აი ამაში მდგომარეობს. როგორ პირობებს, როგორ ჩარჩო პირობებს დაუყენებ ინვესტორებს, სხვადასხვა კერძო პირებს, რომლებიც აშენებენ ქალაქში, რომ ამ ქალაქმა ერთი მხრივ შეინარჩუნოს სიძველე, ესე იგი ძველზე იდგეს, როგორც წერან თქვი, წარსულის აღქმადობა უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ განვითარებას, სიახლეს, თანამედროვეობას მიეცეს გასაქარი. დღეს ადამიანი სრულებით არ არის ისეთი, როგორც იმ დროს იყო, როდესაც ეს სახურავები შენდებოდა. თავის ცნობიერებით სხვა არის დღევანდელი ადამიანი. და ეხლა ადამიანს ხო ვერ გამოაწყობთ შინაგან ციხეში, რომ მაინდა-მაინც ის იმეოროს, რაც რამდენიმე საუკუნის წინ იყო. დღეს სხვანაირი ადამიანია. ის შემოქმედი არსება. ამიტომ იმას უნდა ქონდეს შესაძლებლობა სხვანაირი რაღაცა გააკეთოს, როგორც არქიტექტორმა, როგორც ქალაქმშენებელმა, მაგრამ აი ეს ჰარმონიულობა, ეს დაუვიწყოს, რომ არაფრით არ დაივიწყოს, რაზე დგას. ეს არის მისაღწევი და ეს არის მთელი ხელოვნება ქალაქ განვითარების, ქალაქ გეგმარების. და აი ასე უნდა შეხედოს ყველა ამას. ყველა ქალაქმა, ასე ვთქვა, ყველა ქალაქის მმართველობა, ყველა ქალაქ გეგმარებელმა და სულ ბოლოს არქიტექტორმა, რომელიც უკვე იმ ჩარჩო პირობებიდან გამომდინარე იმოქმედებს. აი, ჩემი პირადი გამოცდილება ესეთია, რომ შვეიცარიაში გაცილებით უფრო მეტი გასაქანი აქვს სიახლეს, ვიდრე გერმანიაში. გერმანიის პატარა ქალაქები უფრო დაშტამპულია, უფრო აი ისევ ძველის დაკანონებით ხშირ შემთხვევაში, ვიდრე შვეიცარიაში. ეხლა რაზე ეს დამოკიდებული მართალი გითხრათ, არ ვიცი, მე რამდენადაც ვიცნობ შვეიცარულ სამშენებლო კანონმდებლობას. იქ ძალიან მკაცრად არის მოთხოვნილი წარსულზე დაშენება, ესე იგი წარსულის აღიარება როგორც აუცილებლობის. გერმანულ კანონმდებლობას ხო ისედაც ვიცნობ, რომ გითხრათ მუშაობდი. და როგორღაც ეს ხერხდება შვეიცარიაში, რომ მეტი თავისუფლება იგრძნობა პატარა ქალაქებში, ვიდრე ეს გერმანიაში. მოკლედ სამხრივათაც მუშაობთ ამას წარსულზე მიჯაჭვულები არ გავხდეთ, მაგრამ წარსული როგორც საფუძველი აუცილებლად ხშირდება. ბატონო, მესმის ბატონო, ზურაბ ჩაგეკითხებთ, საქართველოში თუ არსებობს ამისი პრაქტიკა, იგივე მაგალითად ისტორიული ქალაქებში, მაგალითად როგორც არის სიტყვაზე მცხეთა, იგივე მესტია, თუნდაც თელავი, ანუ ამ ქალაქებში, იმიტომ რომ მე მგონი მცხეთის რეკონსტრუქცია როცა დაიწყო, ხო იქ მოხდა რაღაცა დაახლოებით მსგავსი განაშენიანება თვითონ სახელმწიფოს მხრიდან, ხო? ანუ რამდენად სრულდება ეს პრაქტიკა საქართველოში და ანუ ქართული გამოცდილება გვაქვს თუ არა რაღაცნაირად რომ მაგალითად თვითონ ქალაქის თვითმმართველობას ჰქონდეს შესაბამისი კანონმდებლობა თუ რაღაც სამოქმედო გეგმა თუ რაღაც რეგულაციური ჩარჩო, რომელიც ამის მართვას უზრუნველყოფს და რამდენად ეფექტურად ხდება ეს ზოგადად საქართველოში. ძალიან არაეფექტურად ხდება. ფაქტიურად ვერ ხდება.
სადაც საინვესტიციო წნეხი არის დიდი, იქ ის იმარჯვებს, იმიტომ რომ ფული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძველის სიყვარული და ის ანგრევს სიძველს. ის რომ მიუშვათ ეს ინვესტიციური წნეხი, სულ გადაუვლიდა ქალაქისგან არაფერს არ დატოვებდა. სულ კორპუსების ქალაქად აქცევდა. მაგრამ რომ მიუშვათ ეს სიძველების დამცველები, ერთ სახლს არ აგაშენებიებენ ახალს, სულ ყველაფერს დააკონსერვებენ და იქნება ისეთი ქალაქი, როგორიც იყო. არაფერს სიახლეს არ გაგაკეთებიებენ. ეს გონიურული ქალაქშენებლური მართვა ქალაქის, აწონ-დაწონაზე დამყარებული მართვა ქალაქის საქართველოში ჯერჯერობით ვერ ხდება. აი რაღაც ცდილობები იყო მესტიაში, ესეთი მცხეთაში და წარუმატებელი. რახან ესეთი გამოცდილება არ აქვს და ძალიან ძინო მდგომარეობაში ვართ, ამ მხრივ ალბათ ესეთი შეცდომები და ჩავთვალოთ როგორც აუცილებელი, გარდაუვალი შეცდომები, ოღონ ამაზე უნდა ვისწავლოთ. რაც თავარია, უნდა მოვეშვათ აი ამ ლობისტების მონობაში ყოფნას, როდესაც გარკვეული ამ ქვეყნიური ხეიდან გამომდინარე იმართება ქალაქები. ქალაქის მმართველობა, აღმასრულებელი ხელისუფლება როგორც წესი ორიენტირებულია ხეილზე. ისეთი ადამიანები ყავს გარშემო, რომლებიც ასევე თავის ხეილზე არიან ორიენტირებული და აქ უკვე არაფრის შანსი აღარ ეცემა. იგი ძალიან საქართველოში ამ ხრივ ძალიან ძინო მდგომარეობა. მისმის მადლობა, პრინციპში უკვე შემიძლია დავუთმო სიტყვას სხვა მონაწილეებს დღევანდელი შეხვედრის და თუ ის გაქვთ. მე მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება. გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბატონო ზურაბ, ერთი შეკითხვა მაქვს. მოკლედ რაღაცა ისე პარალელი რო გავალო და ძველი დროიდან რომ მოყვეთ, ანუ რაღაც დასახლების ქალაქური ტიპად ჩამოყალიბების ესე ვთქვათ მიზანი რა იყო? პირველადი ალბათ იყო რაღაცა დაცულობა ადამიანების ერთ სივრცეში რო ყოფილიყვნენ და რაღაცა ერთი სოციუმის ნაწილი ყოფილიყვნენ და ფიზიკურად რომ ყოფილიყვნენ დაცულები, ალბათ შემდეგ უკვე მოგვიანო პერიოდში რაღაცა ინფორმაციის გაზიარება იყო ამ ერთად ცხოვრების ერთ პატარა სივრცეში ყოფნის მიზანი. ალბათ კიდევ უფრო მოგვიანო პერიოდში იყო რაღაცა ინფორმაციის ცოდნის გაზიარება, რაღაცა მატერიალური პროდუქტის შექმნა დაუშვათ თანადროულად კიდევ უფრო მოგვიანო პერიოდში ხა აი უშუალოდ თანამედროვე პერიოდის ქალაქი რო ავიღოთ, რაღაცა სოციალიზაციის ფორმა ერთგვარად ეს ქალაქი და აი მთელი ამ პერიოდს რომ დაუკვირდეთ, ესე ვთქვათ, და იმ მიზეზს დაუკვირდეთ, რატომაც იქნებოდა ქალაქი, თქვენი აზრით, რომელი მსჯელობა უფრო იქნებოდა სწორი და რეალობასთან უფრო ახლოს. ქალაქი არის ფენომენი, როცა ადამიანები ირგებენ, ესე ვთქვათ, თავზე სოციუმი ირგებს თავზე ქალაქს როგორც ფორმას, თუ უკვე შექმნილი რაღაცა ადამიანების ერთობლივ უკვე ქალაქი არგებს, ასე ვთქვათ, სოციუმს ახვევს რაღაცა თავის ფორმას თავზე. საიდან რომელი უფრო გამომდინარეობს ესე ვთქვათ. ანუ ადგილი პასუხობს აყენებს პირობებს თუ ადამიანები აყენებენ პირობებს? ძალიან დიდი მადლობა. შესანიშნავი კითხვა, ასეთი აზრები არ უჩნდება სპეციალისტებს. დიდი მადლობა. იცით რა, რაც თქვენ აღწერეთ, ამას ცოტა მატერიალისტური ელფერი ქონდა და ამას დავარბილებდი. ქალაქები შეიქმნა სივრცული თვალსაზრისით გარკვეული სოციალური კავშირების გარშემო. შეიქმნა პირველი სოციალური კავშირები, და ეს სოციალური კავშირები მარტო მატერიალური კავშირები არ იყო დაკავშირებული მატერიის რეალურ წარმოებასთან, ან გასვლა-გამოსვლასთან, ხელოსნობასთან და ასე შემდეგ. ეს იყო კულტურული კავშირები, ხო?
რელიგიური კავშირები და ასე შემდეგ. მთლიანად სოციალური, ამიტომ ჯობია სოციალური კავშირებზე ვილაპარაკოთ. სოციალურ ინტერაქციაზე. და სოციალურმა ინტერაქციამ მოითხოვა, ასე ვთქვათ, გარკვეული გარსის შექმნა და შეიქმნა პირველი მატერიალური გარემო ამ სოციალური ინტერაქციისთვის. ისე რომ აი ეს თავარი კითხვა, სოციუმი ქმნის თავის ფორმას, თუ ფორმა აყალიბებს სოციუმს, პირველი ნაბიჯი, უნდა ვთქვათ, ეს ქათმის და კვერცხის არ იყოს, ახლა ისე გამოდის, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაედა ადამიანის მიერ, ადამიანთა საზოგადოების მიერ, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული სახის ურთიერთობა ჭირდებოდა, სოციალური ინტერაქცია იყო საჭირო, რომელსაც მოარგეს თავისი გარემო. მაგრამ როგორც კი ეს გარემო მოარგეს, მატერიალური გარემო მოარგეს. ესე იგი მატერიალური ფორმები შექმნეს. თქო, გაჩნდა ქუჩა, სახლი, მოედანი, ან ასე შემდეგ. იმ წუთში დაიწყო ამ ფორმამ ზემოქმედება თვითონ სოციალურ შინაარსებზე. ესე იგი, ადამიანი თავისი სოციალური საქმიანობით ქმნის ფორმებს თავის გარშემო, არა მარტო სამგანზომილებიან ფორმებს, ესეც მნიშვნელოვანი რაღაცაა. ვთქვათ, ხელშეკრულებებიც ფორმაა. აი, ფორმები ცოტა ფართე გაგებით. მაგრამ როგორც კი ეს ფორმები იქმნება, მაშინვე იწყებენ ისინი უკუქმედებას და ზეგავლენას ახდენენ ადამიანის სოციალურ შინაარსებზე. გასაგებად ლაპარაკობ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს თქვენი კითხვა მიმანიშნებს, რომ ისეთი კითხვა დასვით, რომ მე მგონი გასაგები უნდა იყოს სადაც. და აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ფორმები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ შინაარსებზე, სოციალურ შინაარსებზე და ეს შინაარსები ამ ფორმებს ვეღარ იტანენ. რაღაცნაირი შემაფერხებელი გახდა ფორმა შინაარსისთვის, რომელიც შიგნიდან ვითარდება. თვითონ ადამიანის შემოქმედი არსება იზრდება, უფრო მეტ და მეტ რაღაცას ცდილობს, მეტ რაღაცას იგონებს, უფრო ახალი ფორმები გაუჩნდა ურთიერთობაში, არა და ეს გარეგნული ფორმები ამის საშუალებას არ აძლევს. და შემდეგ ადამიანი ქმნის ახალ ფორმას, ახალ კანონმდებლობას, ახალ სახლს, ახალ ქუჩას და ასე შემდეგ. ძალიან გაპრიმიტიულებულად რო ვთქვათ, ეს ესეა. ეს გაწელილია ხოლმე საუკუნეებში, ეს პროცესი. და მუდმივად მიდის ეს ჭიდილი შინაარსსა და ფორმას შორის მუდმივია. პირველი ამძრავი, როგორც ვთქვით, ადამიანია, როგორც შემოქმედი არსება. როგორც კი ის შემოქმედი ხდება და გარემოს აფორმებს, იმ წუთში იწყებს ეს გაფორმებული ადამიანთა შინაგანზე ზემოქმედებას. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, და ეხლა იცით რა, მე არ მინდა ესე პრიმიტიულად ვინმემ გაიგოს ესა და მე არ ვამბობ აღმოსაც პრიმიტიული გაგება. აი მასონობა მაგალითად არის ისეთი მიმართულება კაცობრიობის განვითარების, როდესაც გარკვეული ცოდნა არსებობდა ფორმად წარმოქმნის. და ფორმები იყვნენ გამიზნული იმისთვის, რომ შინაარსებზე მოეხდინათ ზეგავლენა. თავისუფალი ქრისტმთლელები რო ქვიათ, მაგრამ ყველა კი არ ქვია. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, ცოდნა ჰქონდათ, ეს რაღაცნაირი ოკულტური ცოდნას ავიწყოთ თავის თავში განვითარებული ცოდნა. ეს ძალიან ძველ ამბავს ვამბობ, ეხლა თანამედროვე პოლიტიკაში ჩაბმულ მასონებზე არაფერს არ ვლაპარაკობ. ეს არის რაც კი კაცობრიობა არსებობს, იმის მერე არსებობს ეს ნაკადი, კულტურული ნაკადი, როდესაც ფორმებით შინაარსებზე ზემოქმედების კულტურა იქმნება. და ეს არის განსაკუთრებული ადამიანები არიან, ვისაც ეს შეუძლია. და აი ახლა დღეს ვარ ისეთ დროს, რაც უკვე ვახსენე, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანების პრეროგატივა კი აღარ არის. ეს გახდა ადამიანის, საერთოდ ზოგადად ადამიანის პრეროგატივა და ადამიანთა საზოგადოების პრეროგატივა, რომ შექმნას ფორმები, რომლებიც კეთილმყოფლად იმოქმედებს იმ შინაარსებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, სოციალურ შინაარსებზე. მოკლედ, ვთქვათ, ეს არის ამოსავალი პლატფორმა, ამოსავალი პოლარობა ქალაქ განვითარებისთვის შინაარსისა და ფორმის ურთიერთობა. და ეს
ეს ჯდება იმ კულტურულ ნაკადში, რომელზეც წერან თქვით, ამას გინდა თავისუფალი ფერმერები დაახტით, გინდა სხვა რამე, ეს არის ერთი დიდი კულტურული ნაკადი, რომელშიც აი ეს კულტივირდება. იგი არქიტექტურა, ქალაქგანვითარება, ხელოვნება, ყველაფერი ამ კულტურულ ნაკადშია. ნებისმიერი ნახატი, რომელსაც შექმნის მხატვარი, შემდეგ მოქმედებს ადამიანებზე, მოქმედებს მათ შინაგან ცხოვრებაზე. რა წარმოიდგინეთ, როგორი დიდი გავლენა მოახდინა აი თანამედროვე კაცობრიობის ჩამოყალიბებაზე ლეონარდომ. ხო? ნებისმიერი დიდი მხატვარი აი ახლა როგორი ის ზეგავლენა მოახდინა ქალაქ მგეგმარებელმა, რომელმაც ასეთი და ასეთი სივრცეები შექმნა საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ეს ადამიანები იმ სივრცეებში ცხოვრობენ, იმ სივრცეებში მოძრაობენ, ხო? გარკვეული თვალსაზრისით, გარკვეულ მართვასთან გვაქვს საქმე, ხო? რომ ვიღაცა ამ ადამიანებს გარკვეული თვალსაზრისით ცოტა რბილად რო შევხედოთ ამ სიტყვას მართავს. ესე იგი ეს მთელი ამ შემოქმედებისთვის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკებთ, ქალაქგანვითარება, არქიტექტურა არის გადამწყვეტი ფორმატ წარმოქმნა. და ეს ფორმატ წარმოქმნა უფრო და უფრო მეტად იქცევა საზოგადოების პრეროგატივად. და ეს ხლა ეს ვალტერზიბელი ვახსენებ, ხო მე მგონი ამისი აზრია, რომ ხალხმშენებლობაო და არქიტექტურა როგორც პროფესიები გაქრებაო ამბობს. და მერეო საზოგადოება თვითონ შექმნის, გამოიმუშავებს ისეთ ინსტრუმენტებს თავის თავში, რომ თვითონ შექმნას თავისი საცხოვრებელი გარემო. მე ხა ეს გადაჭარბებული მგონია, მაგრამ აი ტენდენციისთვის იმ იდეის დასანახად, რაზეც ვლაპარაკობ, ეს კარგად ვლაპარაკობს. პრინციპში ჩემი შეკითხვა თემოს კითხვის გაგრძელებაზე, თემოს კითხვას უკავშირდება, ამიტომ რაღაცნაირად გავაგრძელებ ამ შეკითხვას ისევ. პრინციპში ეს ბატონ ლადოსაც ვკითხეთ პირველ ლექციაზე, მაგრამ თქვენც მინდა, თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს ბატონო ზურაბ. ესე იგი, თან ვლაპარაკობთ რაღაცნაირად ფორმების, ანუ ქალაქური სივრცის მიმართებასთან, თვითონ იქაურ მაცხოვრებლებზე და მაცხოვრებლები რანაირად ქმნიან ზოგადად ამ სივრცეს, ხო? მაინც ანუ გამოდის, რომ ეს სივრცეც ხო ანუ მაცხოვრებლებისთვის არის, ანუ ქალაქის მთავარი რაღაცნაირად მონაწილე თუ რაღაც ფუნდამენტი, მაინც ანუ მთავარი შემადგენელი არიან ის ადამიანები, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ხო? და აი ეს რაღაცნაირად რომ დაუკავშიროთ სულხან-საბაუროველის ცნობილ განმარტებას, სადაც ლაპარაკობს, რომ ну ადამიანებიო, ხო? არსებობს სოფლის დასახლება, ანუ სოფლური ტიპის დასახლება და არის ქალაქური ტიპის დასახლება, რომლებიც გამოირჩევა მეტი სიმჭიდროვით და ადამიანებს შორის მეტი ინტერაქციით, მეტი რაღაც ურთიერთმიმართვებით, ხო? და ну მთავარი აზრი ამ განმარტების არის, რომ ну ადამიანები იმიტომ დასახლდნენ ერთად, რომ ეს ერთად დასახლება უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა საერთო მიზნებისკენ სიარული, საერთო მიზნისადმი მსახურების ურთიერთდახმარების, ანუ ფაქტურად გამოდის, რომ ქალაქი არისო ურთიერთსოლიდარობის არენა და ურთიერთსოლიდარობის სივრცე, ანუ რომელიც ბატონმა ლადომ აღმოაჩინა, ასე ვთქვათ. მე ბატონ ლადოსგან გავიგე ეგა. იმის მერე ვნახე სულხან-საბასთან ეგ განმარტება ქალაქის რა. ეხლა ეს ნამდვილად ასეა, როგორც თქვენ ამბობთ. კი ბატონო, და ანუ ჩვენც ძალიან მოგვეწონა ეს განმარტება და რაღაცნაირად ისე კავკასიური სახლის დაფინანსებით გვაქვს ასეთი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სენაკში სტრიტ არტების, ანუ კედლის მხატვრობების შექმნას. და რაღაცნაირად ისედაც მოგვეწონა ეს გამონათქვამი, რომ სენაკის მთავარ მოედანზე გვაქვს ასეთი თეატრალური მოედანი, მთავარი საიზიდო ბარათი სენაკში. იქ გვინდა რომ ერთის მხრივ შევქმნათ რაღაცნაირად ქალაქის ვიზუალი, ანუ სენაკის ქალაქის ვიზუალი, უბრალოდ იდეალური სენაკის ვიზუალი, სადაც სენაკელები რაღაცნაირად თანამშრომლობენ ერთად, იქ ჩანს სენაკური სახლები, აგურის სახლები, რომლებიც ძალიან ვახსენე, ეს თლიან სენაკური გარემო და თან ამას ქვევით აქვს ეს წამძღვრებული, აქვს სულხან-საბას ცნობილი განმარტება. და რაღაცნაირად ეს იქნება მთელი სენაკელებისთვის რაღაცნაირად საჩვენებელი, რომ აი სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ქალაქი და რა უნდა იყოს ქალაქი და მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მოგწონთ ზოგადად ეს იდეა და რა სიტყვით ამაზე? იცით რა, უნდა ვუფრთხილდეთ, ეს საერთოდ ადამიანური პრობლემაა და ყველა ადამიანი უნდა უფრთხილდეს ძვირფასი შინაარსებისგან ლოზუნგები არ გააკეთოს. ესე იგი, ნამდვილი შემოქმედებითობა არ დაკარგოს ადამიანს.
რა. ეს street art-ი, ან urban art-ი არის გენიალური რაღაცა თუ იქ ნამდვილი ხელოვნება იცხოვრებს. ეხლა თბილისში არის ერთი ტიპი, ერთი კაცია რა გაგოშა. თავის თავს გაგოშას ეძახის და შესანიშნავ რაღაცებს ხატავს. ამ ბოლო დროს აღარ მინახია ფოტოშოპში, მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან კარგი რამე მინახია მაგის დახატული. სრულიად დამოუკიდებლად ქალაქის მართლობისთან დაუკავშირებლად რაიმე დააკვეთის გარეშე ის არის ხელოვანი, ნამდვილი ხელოვანია და სოციალური ხელოვანიც არის, იმიტომ რომ ის ნამუშევრებში ნამდვილი სოციალურობა იგრძნობა და ის აკეთებს ამას. ესე იგი ეს აზრი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ქალაქი თავისი ფორმებით, თავისი არსებით იყოს მოქალაქეთა სოლიდარობის ადგილი. ეს ძალიან ადვილია ლოზუნგად გადაიქცა და ამას უფრთხილ გთხოვთ რომ გაუფრთხილდეთ, თუ ესე არ მოხდეს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რეალური ინიციატივები დაიწყოთ ქალაქში, რომლებიც თავისუფლებას შეუწყობს ადამიანებს, აი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს გააკეთებს. თუნდაც ერთი კვირით იდგეს იქ ამეტი არა. რაღაცას გააკეთებს ისეც, რაც სრულიად თავისუფალია და არ აქვს პრეტენზია რომ მუდმივად იქ იყოს რა. ესე იგი, როგორ ვთქვათ, შესანიშნავი აზრია, რასაც თქვენ ამბობთ, იმისთვის რომ ადამიანს შეახსენოს, რა ვართ ჩვენ, ქალაქი. ჩვენ ვართ იმის თანასახლობასა და თანა რაღაც ესე არის, ხო? შევეწეოდეთ იმისთვის არისო. ეს აი სენაკელებმა რომ გაიხსენონ, რომ იმისთვის ცხოვრობენ ერთმანეთს შეეწიონ რა. ერთმანეთს კი არა წაგლიჯონ და შეეწიონ ერთმანეთს. მაგრამ როგორი ადვილია ამისგან ლოზუნგი გააკეთოს წარმოიდგინეთ. ამ ლოზუნგებით ცხოვრობდით მთელი საბჭოეთის 70 წლის განმავლობაში. რაღაც სიყალბეთ იქცა ეს. აი ამას უფრთხილდით. ჩვენ ამ კუთხითაც ასე ვთქვათ ვიფიქრეთ რაღაცა დროს საბჭოთა პერიოდიდან გვახსოვს ეს რაღაცა ლენინურ სტალინური რაღაც ლოზუნგები და რაღაც ქალაქებში საქართველოს ქალაქებში რო იყო ხოლმე წარწერები, მაგრამ ჩვენ უფრო სითამამისკენ გვიბიძგებს ის რომ სხვადასხვა ევროპულ ქალაქებშიც გვხვდება იგივე ეს რაღაცა მე მგონი თქვენი ლექციიდან მახსოვს ეს ხო დაეიცოცხლეთ თუ დაახლოებით რაღაც გერმანულ ერთად ბერლინშია ისა. მოსკოვის მეტროში არის ძალიან საინტერესო წარწერა გამო. გამოდის რომ იგივე იმ ევროპულ ქალაქებზე რომლებიც არის რაღაცნაირად მისაბაძი მაგალითი რა წყალებში რო ვთქვათ რაღაცნაირად იგივე თუნდაც ქალაქ განვითარებისათვის ხო? იქაც ხდება ასეთი წარწერები და რაღაცნაირად მაინც მუშაობს ეს ხო? ამიტომ მართალი პირველ რიგში მაინც აუცილებელია რომ ცხოვრების წესი პასუხობდეს ამას და რაღაც არა წარწერები და ლოზუნგები, მაგრამ რატომაც არა შეიძლება ლოზუნგებიც რაღაცნაირად აფასებელია. ადამიანს გამოაფხიზლებს და აი ეს თქვენ რომ გაგახსენდათ, ეხლა მეც ის გამახსენა. ალვარო სიზა არის ძალიან ცნობილი პორტუგალიელი არქიტექტორი, მან ააშენა ბერლინში რაღაცა. დიდი სახლი. იმ სახლზე უზარმაზარი წარწერა დაწერა ვიღაცამ ბითერლებენ. გთხოვთ იცოცხლოთ. ესე იგი ეს გაქვავებულობა, ეს რაღაცა პედანტიზმი, რაც იმ ცხოვრებაში არის. ფოტოშოპის ის არ დაგვესიზმება ისეთი გაქვავებულია ცხოვრება ევროპაში რა. აი ნამდვილი სიკვდილია რა. ხო და იქ არიან ადამიანები, ვინც ამ სიკვდილს გრძნობენ და არ უნდათ რა. აი ხა ორანიან შტატზე რომ გაგიჟებული ხალხი გაჩვენეთ ის აბაზანაში რომ ისხდე. აი ეს ამ მოწყურების შედეგია ეგა. აღარ უნდათ რა ჩარჩოებში ცხოვრება. იმიტომ უხარიათ აქ ყოფნა რომ აქ არავითარი ჩარჩო არ არის, თუ საგიჟეთია რა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს რა. ხო და აი ამ მონატრებიდან გამომდინარე იმ სახლზე ვიღაცა აბზადა დაწერა და 100 დაწერა უკუღმა. და ის უკუღმა რომ დაწერა, ისიც გამიზნულად მე ყოველ შემთხვევაში ესე აღვიქვი. ისე დაწერა, რომ იმაში იგრძნობა რომ რაღაც უწესოდ დაწერა. იმ რაღაც გაქვავებული წესით აღარ უნდა წერაკაც რა. ვიღაცამ გამოიგონა რომ ესეთი გრამატიკა არსებობს და სხვანაირი არ შეიძლება იყოს, ადგადა იმის საწინააღმდეგოდ დაწერა. უკუღმა რა. აი ეს არის რაღაცნაირი სიცოცხლის მოწყურება ყვირილია თვითონ რა.
ეხლა მე სულ არ მინდა იმის თქვა რომ რაღაცა უნდა გადმოვიღოთ იმისგან, მაგრამ იმისი უშუალობა უნდა დავინახოთ, ესეთი უშუალობა უნდა იყოს შესაძლებელი ყველგან. და ეხლა გაგოშა იმიტომ გამახსენდა ის, აი უშუალო ადამიანია რა. ხელოვანი ადამიანია, უშუალო თავის სულიდან გამომდინარე აკეთებს რაღაცას და რაღაცა ესეთ გარეგნულ წესებს არ მისდევს. და თუ თქვენ ამ მიმართულებით წახვალთ, რომ შეახსენოთ სენაკელებს, რისთვის არიან სენაკელები. იქნება ამისი ფორმა ხელოვნებისეული ფორმა გამონაკლისი, იქნება კონკურსი მოაწყო. სულ სხვადასხვანაირად შეიძლება ამის შეხსენება ადამიანებისთვის. ხელოვანი ჭირდება ამის. სხვადასხვაობით აი წელს შაშან გვინდოდა ამის გაკეთება, ეხლა წელს გვინდა თუ ამ პანდემიამ შესაძლებლობა მოგცა, urban art-ი ესეთი პროექტი გვინდა გავაკეთოთ გერმანულ ერთ-ერთ მეგობართან ერთად თბილისში. ახალგაზრდა ხელოვანი ხალხი თბილისის რომელიმე ძველ უბანში იმუშავებს 1 კვირა, 2 კვირა, არა 4 კვირა და ამ იქაურ უბნელებთან ინტერაქციაში შექმნის იმათ თვალწინ რაღაც ნამუშევრებს, რომლებიც დროებით იდგებიან, რა ვიცი 1 კვირა, 2 კვირა, მე ისევ დაშლიან. და შეიძლება აი ამ ასეთ პროცესთან შეხებამ იმ უბნელებს, იმ ქალაქელებს გაცილებით მეტი მისცეს, ვიდრე იმ ერთმა დაწერილმა ლოზუნგმა, რომ ლენინ ჟივ, ლენინ ბუდით ჟივ და მთელი 70 წელი ერთი და იგივე რამე ეწერა იქა და არავის აღარ ჯეროდა ამას, რომ ლენინი სულ ცოცხალია რა. მოკლედ მე გირჩევდი, რაც შეიძლება ხელოვნებისეულად მიუდგეთ ამას. ამ ძალიან კარგ სურვილსაც თქვენ თქვით. მადლობა ნოზრო. ანის აქვს შეკითხვა? ანი გთხოვ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო მოხსენება იყო და რაღაც პუნქტებად ვიწერდი რაღაცებს და ან ძალიან მომეწონა ასეთი რაღაც, რომ სოციალური არსების აღქმის დაკარგვა. ანუ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ჩვენი პრობლემაა და მაინტერესებს ზუსტად ჩვენ ქვეყანაზე მორგებული, აი მიზიდულობის ძალა რა არის ევროპის პატარა ქალაქებში, რომ სწორედ აი ეს რაღაც რომ სოციუმის კავშირი ქალაქთან და ქალაქის კავშირი სოციუმთან რაღაც რომ გამოვასწოროთ, ასე რომ ვთქვათ და რაღაცის დეტალები რაც არის ამ მცირე ქალაქებში, რომ ჩვენს პატარა ქალაქებს მოვარგოთ. რა არის დავუშვოთ ამის ანუ გამოსავალს რაში ხედავთ, მე ეს მაინტერესებს. ძალიან ძნელი კითხვა და არ ვიცი რაში ხედავ. მე ერთ რამეს ხედავ, რომ ევროპას სოციალური ცხოვრების ძალიან დიდი გამოცდილებაა. ესე იგი, აი სოციალური ცხოვრებაში გონწყობ იმ სოციალურ ცხოვრებას, რომელიც თანამედროვეობის ესე იგი ახალი დროისთვის არის დამახასიათებელი, ესე იგი აღორძინების შემდგომი დროისთვის და რომლის წინარე პერიოდზე ჩვენ ვილაპარაკებთ. ეხლა ჩვენ რო შევედაროთ ნებისმიერ ევროპულ საზოგადოებას, აღმოაჩენთ, რომ აი ამ სოციალურობის დეფიციტი გვაქვს. ის რამაც ეს საზოგადოება ეს ქვეყნები წინ წაიყვანა და კეთილდღეობის ასეთ დონეზე აიყვანა, არის არა სამეურნეო წესი, თქვა კაპიტალიზმი ან რამე ესე. არამედ ეს არის სოციალური ცხოვრების ცოცხალი ნერვი. ეს არის სოციალური ცხოვრების ტრადიცია. როდესაც ადამიანებს აქვთ გრძნობა იმისი, რომ სოციალურობა საკუთრივ ადამიანური რამეა. ეს რაღაცა ნაშენი კი არა, თავს მოხვეული კი არა, საკუთრივ ადამიანური რამეა უყვარდეს თავისი მოყვარსი. საკუთრივ ადამიანური რამეა, რომ სხვებს პატივს სცემდეს. ისევე თავისუფლად უნდოდეს იყოს სხვა, როგორც თავისთვის ისურვებდა თავისუფლებას. და აი ამის ტრადიციას ვხედავ მე ევროპაში. ძალიან ადგილას მიჩქმალს, ნაცარ წაყრილს. ეს კაპიტალიზმი ძალიან დიდ ტვირთად აწევს საზოგადოებას, ადამიანს საერთოდ. მაგრამ იქ მაინც ცოცხლობს ეს, იმიტომ რომ აი ესეთი აქტიური სოციალურზე ორიენტირებული ფორმების შექმნა იყო დიდი ხანია ეს არსებობს და ამას დიდი ხნის ტრადიცია. ყოველ შემთხვევაში იმდენი ხნის აზრით ახლა თუ ჩვენ ვილაპარაკებთ და
და აი ხა ჩვენ თუ შევხედოთ საქართველოს და ამაზე წარსულში მოგვიწევს ლაპარაკი, როგორი დეფიციტები გვაქვს ამ თვალსაზრისით და ეხლა ცოტა გაგვიგრძელდება ამაზე ყველაფერი რომ ჩამოვყეთ, როგორ შეწყდა ეს ნორმალური განვითარება და ახლობით მე-13 საუკუნეში მონღოლების მოსვლასთან ერთად და მე როგორ ახალი დრო საქართველოში საერთოდ არ დადგა. მე-19 საუკუნის პირველ წლებამდე საქართველოში დროს აი მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე ქვია გვიანი შუა საუკუნეები, რაღაც გამოგონილი ცნება. იმიტომ რომ შინამდვილეში მაინც შუა საუკუნეები იყო. ახალი დრო პეტრარკა არ მოსულა საქართველოში და კეპლერს ის არ დაუწევია, არ გამოუგონია კეპლერის კანონები. ეს ახალი დრო, გალილეი და ესეთი რამე საქართველოში უცნობია. ეხლა ეს დიდი კითხვაა, ეს როგორ მოხდა ეს? ეს მონღოლების მოსვლა შედეგი იყო თუ მიზეზი იყო? ესეთი კითხვების წინაშე უნდა დადგეს ადამიანი. და ამ კითხვებზე პასუხი ცოტათი მაინც მიგვაახლოებს იმ პასუხთან, რაც თქვენ ახლა დავსვით. აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალური ჯანსაღი სოციალური ფორმები შევქმნათ. აი უზარმაზრად უდიდესი კაცობრიული სოციალური იდეალები გამოიტანა საფრანგეთის რევოლუციამ, ხო ეს თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ხო აი ძმობის ძალიან კარგი გამოხატულება ეს სულხან-საბას ნათქვამი, ხო? რომ ერთმანეთს შევეწეოდით იმისთვის ავართოთ. აი ძმობა ეს არის ეკონომიკური ცხოვრების იდეალი, რა. ხო და აი ეს თვითონ აი ესეთი ფორმულირებაც ფორმატ წარმოქმნის საქმეა. აი ევროპამ ეს შეძლო. ეხლა არ არის საჭირო ხელახლა რაღაც ახლიდან ველოსიპედი გამოვიყენოთ, მაგრამ იმის გაგება მაინც აუცილებელია, რომ სადღაც ადამიანებმა ეს შეძლეს. და იმისი ნერვი, იმისი შინაგანი ინტენცია გავიგოთ. რა გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც აქამდე მოიყვანა ევროპული ცხოვრება. ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ ახლა. და გვაქვს ესეთი კარგი გამონათებები, როდესაც აი მართლაც ცნობიერ დონეზე აიყვანეს ადამიანის საქმე, აი თერგდალეულებმა მაგალითად. მე თანამედროვეობაზე ვლაპარაკობ, ხო მე არ ვლაპარაკობ შუა საუკუნეებზე და დიდი კათედრალების ეპოქაზე და ასე შემდეგ. ესე მე-12 საუკუნემდელ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. თანამედროვეობა საქართველოში დაიწყო მე-19 საუკუნეში. რეალურად. მას მერეაც ერთი 5 საუკუნით შეწყდა. და აი აქ უზარმაზარი როლი ითამაშეს თერგდალეულებმა. რომლებმაც ის უდიდესი განძი, რაც ჰქონდა ევროპას გაითავისებდა. აი სავონაროლაზე ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე, როგორც შესანიშნავი სიტყვები თქვა სავონაროლაზე რა. ადამიანის თავისუფლების შესახებ ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ მე შენთვის არც სამუდამო საქმე ამიჩენია, არც არაფერი, შენ რაც გინდა ის უდააკეთო. ღმერთი ეუბნება ადამიანს და თავისუფალი არსება ხარ. და ამას ხაზი გააუსვეს ამ ადამიანებს დალეულ. ამათ შექმნეს უზარმაზარი სულიერი იმპულსი, რომელიც აი ესე ბოლშევიკების მოსვლით ისევ ჩაინგრა. და ახლა რა უნდა ვქნათ, ახლა მე ისევ ანის ვეუბნები, როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ ისევ ეს ადამიანობა ისევ ამოვწიოთ, როგორ რა. ეს თავისუფლებისადმი სიყვარული, თავისუფლების ხის, თავისუფლების პატივისცემა, თავის თავში თავისუფლების მოთხოვნილება, როგორ უნდა გავზარდოთ, როგორ უნდა ვიქცეთ ისევ ადამიანობა, რა. და ადამიანობა ნიშნავს სოციალურობას, სოციალური ფორმების შექმნას, რომელიც ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება. ძალიან ძნელი კითხვაა და მე პასუხი არ ამაქვს. ყველა დაფიქრდეს ამაზე. ხომ არა გაქვთ კიდე შეკითხვები? მოცილება. პრინციპში მეც მექნება კიდე ერთი შეკითხვა, მაგრამ კიდე ვისარგებლებ სანამ ნაწილებს არ აქვთ შეკითხვები. პრინციპში ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ფრაგმენტულად შევეხეთ ამ ქალაქებისთვის ფუნქციური ეკონომიკური ნიშის თემას. და მაინც აი რაღაცნაირად ხო ხა პრინციპში საქართველოს მცირე ქალაქები ხო მაინც ნელ-ნელა იცლება, აი მოსახლეობის თემაც ახსენეთ ბატონო ზურაბ, რომ პრინციპში ყველა ქართული ქალაქის მცირე ქართული ქალაქის მოსახლეობა შემცირდა გარდა თბილისისა და ბათუმისა გასაგები მიზეზების გამო, ხო? ანუ ამ შემთხვევაში
ნუ ხო ცოტა ისეთ ზოგად კითხოს სვამ და რაღაც რეცეპტი ესეთი რეცეპტი ამისათვის ძნელია წარმოადგინო, მაგრამ რა შეიძლება იყოს რაღაცნაირად გამოსავალი, ეს ფუნქციური ეკონომიკური ნიშის მოძებნა თითოეული ამ საქართველოს პატარა ქალაქებისათვის ხო არ არის რაღაცნაირად ეს პირველი სტარტი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ამ ქალაქების გადარჩენა, ხო? ანუ მაგალითად იგივე ეს მენჯირო არის, ანუ სენაგისთვის ეს არის რომ ბალნეოლოგიური რესურსი არსებობს, თერმული წყლების დიდი მარაგია სენაკთან ახლოს. აი ხო არ შეიძლება რომ რაღაცნაირად ამას ჩაეჭიდოს სენაკი და ეს თემა გახადოს რაღაცნაირად მისი გადარჩენის, ანუ ცალკე საკითხავ ეს რამდენად გაამართლებს, იმიტომ რომ საერთოდ ვინ ისარგებლობს ამით, ხა მინჯი საბჭოთა პერიოდის კურორტი იყო და დღევანდელ რეალობაში რამდენად იმუშავებს ეგ კიდე ცალკე ზემო არის, მაგრამ ანუ ზოგადად ამ პატარა ქალაქების გადარჩენა საიდანვე დავიწყოთ საქართველოში და რა შეიძლება ანუ საიდან უნდა ავიღოთ ორიენტაცია, მის ზოგადი კითხვა არის, მაგრამ იქნება რაღაცა რეცეპტი გქონდეთ ამისთვის. რომ დამაგრდეთ მოსახლეობა არ წავიდეს. იცით რა ეს არის სივრცითი მოწყობის საკითხი. ამას საბჭოეთის დროს ერქვა რაიონული გეგმარება. სივრცითი მოწყობა ქვია გერმანული კანონმდებლობის მიხედვით და სივრცითი მოწყობა არის ის სფერო, რომელიც ყველა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს თვალსაზრისით, კულტურული ცხოვრების, სამართლებრივი, პოლიტიკური ცხოვრების და ეკონომიკური ცხოვრების თვალსაზრისით ისეთ ორგანიზებას უკეთებს რეგიონის ან ქვეყნის ცხოვრებას, რომ ეს ყველაზე უფრო ესე იგი კარგი მომგებიანი, არა მარტო მატერიალურად მომგებიანი, ხო, მომგებიანი ადამიანურად მომგებიანი იყოს ქვეყნისთვის. და ამ ასეთი კუთხით თუ შევხედავთ, მით უმეტეს ევროპული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, აუცილებელია დეცენტრალიზაცია. ესე იგი, ეს სრულიად არაევროპული მოვლენაა, რაც საქართველოში ხდება, რომ პატარა ქალაქები პატარავდება, კრება, ფუნქციას კარგავს და ერთი დიდი უზარმაზარი თავკომბალა ქალაქი იქნება და თბილისი. ეს არის რაღაც აი არგენტინას შეიძლება შევადაროთ ესეთი მდგომარეობა. ეს ევროპული მდგომარეობა არ არის, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპული მდგომარეობა არ არის. და ამაში ახლა ვერაფრით ამას ვერც ვერ აუვლით. აქ გადასადგმელია ძალაუფლების ნაბიჯები. ესე იგი, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას ძალიან მკვეთრი გამიზნული ნაბიჯები დეცენტრალიზაციისკენ. და ყოველმხრივი დეცენტრალიზაციისკენ, ეკონომიკური დეცენტრალიზაციისკენ, ესე იგი, პოლიტიკური დეცენტრალიზაციისკენ, თვითმმართველობის განვითარებისკენ. ყველაფერი ცენტრზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, როგორც საბჭოეთში იყო, ან კიდე როგორც ვთქვათ, ლუი მე-14-ის საფრანგეთში იყო ცენტრალიზებული ქვეყანა. გაცილებით აი შვეიცარია ამის ძალიან კარგი მაგალითი, დეცენტრალიზებული ქვეყანა. გერმანია. ეს გაცილებით უფრო ადამიანურია დეცენტრალიზებული ქვეყანა გქონდეს და ესეთი იყო ყოველთვის საქართველოს. ჩვენ რასაც სკოლებში გვასწავლიან, ეს ფეოდალური მოწყობა არის შხამი და რომ ერთი მეფე უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გააერთიანოს და ეს არის სულთად საბჭოური იდეოლოგიური ტვინის რეცხვა რა. დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება არის ყველაზე უფრო ადამიანური, ყველაზე ნორმალური ცხოვრების შესაძლებელი. და ამისკენ უნდა გადადგას დღეს ნაბიჯები პოლიტიკა. სამწუხაროდ პოლიტიკამ თუ არ გადადგა ეს ნაბიჯები, რეალურ შედეგებს ვერ მივახდინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქვემოდან არის დასაწყები. თუ ვლაპარაკობთ სენაკზე, პირველი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისკენ, რომ სენაკელებმა თქვან, რომ მე სენაკელი ვარ. მე ვარ მე და მე ჩემნაირად ვიპოვი და ჩვენ ვიქნებით სენაკელები. და ჩვენ გვინდა რომ ესეთი იყოს სენაკი, ესეთი და ესეთი. მოდი ახლა სხვებსაც ვკითხო. ეხლა რაც გვიძახის იქიდან ღარიბაშვილი არ გახარიათ, სულ არ მაინტერესებს რა. ის არის სადღაც სხვა ქვეყნიდან რა. მე ჩემი ქვეყანა არის სენაკი. ეხლა მე თუ ადამიანი ვარ, ჩემ სენაკს მე უნდა მოვუარო. ეს არის ძირითადი აღორძრავი იმპულსი, რომლითაც შეიძლება შეიძლება კი არა აუცილებელია ყველა ადამიანმა საქმე დაიწყოს. მაგრამ ისე ვამბობ, ცენტრალური ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯების გარეშე ძალიან ძნელი იქნება რამის მიღწევა. არა და ეხლა უნდა ითქვას, რომ ასეთი ნაბიჯები დაიგეგმა კიდევაც.
მე ვიცნობ მაგალითად ერთ NGO-ს, რომელიც პოლონური წარმოშობის NGO-ს, სხვათა შორის ერთი უკრაინელი ადამიანი თბილისში ცხოვრობს, გვარი გამოვიწყდა. მოკლედ ეს არის NGO, რომელიც ცდილობს, რომ ადგილობრივ მმართველობაში ხალხის ნებით რაღაცა გაკეთოს. და მიაღწია ამ NGO-მ იმას, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რომ გარკვეული ბიუჯეტი აქვს, ხო, თქვა სენაკსაც აქვს რაღაც ბიუჯეტი, რომელიც თავისი გამომუშავებული არ არის, ცენტრალური ბიუჯეტი დან არის გამოყოფილი, ეს თავისთავად სიმართლეა, ეს სინამდვილეში დამოუკიდებელი სენაკი არ არის და მაგრამ ნუ რაღაც ფული აქვს. იმ ფულიდან 6% თუ არ ვეცდები ახლა, 6% უნდა დაიხარჯოს ხალხის მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით. და ასეთი რამდენიმე პროექტი გააკეთეს. მარნეულში, სადაც გორში აკეთებდნენ მე მგონი, შეიძლება შემეშალოს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? 6% ფული, უკვე კონკრეტული ფულია. და ეს ფული როგორ დავხარჯოს, ეკითხებიან ხალხს, რა. იმ ქალაქებს. და მე იწყება ეს არჩევები, პროექტების, ბოლო-ბოლო რაღაცა პროექტი გაიმარჯვებს, ან კონკურსს მოაწყობენ რაღაცას და ამ 6% ფულს იხმარენ იმაში და სახელმწიფო ამაზე თანახმაა. ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცაა, საბჭოეთ გამოვლილი ქვეყნისთვის, ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცაა. ნუ ახლა კი 30 წელი ეს საბჭოეთი დამთავრდა და ყველაფერი ნელა მიდის ჩვენთან. რადგან აწელილა, საოცრად ჩაძინებული საზოგადოებაა, მაგრამ რაც არის, ის მაინც უნდა დავაფასო. ეს დეცენტრალიზაციის პროექტი და კანონი მიიღო, თვითმმართველობის კანონი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მუშაობს ძალიან ცუდად, ფაქტიურად თითქმის არაფერი არ კეთდება, მაგრამ რაღაც მაინც კეთდება. და ახლა ამ რაღაცას მაინც უნდა დაუკარგავთ ამ ხელისუფლებას, თქვათ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მაგრა უნდა წავიდეთ წინ. თვითმმართველობის გაძლიერება არის ერთადერთი გამოსავალი საქართველოს გადარჩენის. მე ძალიან ხმამაღალ სიტყვას ვამბობ, მაგრამ არ ვაჭარბებ რა. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი დეცენტრალიზაციაა. ყოველმხრივი დეცენტრალიზაცია. და ამ რაღაცა საბჭოური ტვინის ერთხვისგან თავის გახსნა, რომ თურმე ცენტრალიზებული ქვეყანა არის პანაცეა და ყველაფერზე უკეთესი. პირიქით. დეცენტრალიზებული ქვეყანა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა. და აქ უკვე მოსახლეობამ როგორც ვთქვი, თავის ხელში რაც არის, ყველაფერი გააკეთოს, ხელისუფლებამაც ყველაფერი უნდა გააკეთოს და იქნებ წინ წავიდეთ. პრინციპში დროში ზუსტად ჩავეტიეთ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონ ზურაბ, ნამდვილად ძალზე საინტერესო ლექციისთვის. ჩვენი ლექციის ჩანაწერი ასევე მალე დაიდება YouTube არხზე და უკვე გაცილებით ფართო აუდიტორიასაც ექნება შესაძლებლობა, რომ პრინციპში ნახოს და გაიცნოს ამ მართლა ძალიან საინტერესო და საჭირო ლექციასაც მე ვიტყოდი ნამდვილად დღევანდელ საქართველოში. ასევე მონაწილეებსაც დროისთვის და ენერგიის ჩადებული ენერგიის დღევანდელი ლექციას დასწრებისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ასევე მინდა თქვა, რომ ჩვენი შემდგომი შეხვედრა იქნება მარტის თვეში და ზუსტ დროს, ზუსტ თარიღს მეილზე მოგწერთ, ასევე ჯგუფშიც დავწერთ. ეს იქნება პატა ქურდოვანიძე, სენაკელებისათვის ნამდვილად ყველა სენაკელისათვის საყვარელი ადამიანი, სენაკის საპატიო მოქალაქე და ის საუბრებს სენაკის ისტორიაზე და რითი არის ეს ქალაქი გამორჩეული. ანუ კონკრეტულად ფოკუსირება გვექნება სენაკზე. ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ იმაზე, რომ სენაკი არის გამორჩეული ქალაქი და ვამაყობთ ამ სენაკის გამორჩეულობას, მაგრამ რითი არის სენაკი გამორჩეული და რატო არის სენაკი გამორჩეული, ხო? ამას გავიგებთ ბატონ პატასთან შეხვედრით. კიდევ ერთხელ ადამიანმა თუ არ გაიგო, თუ არ იცნო იმას თავის გარემოს თუ არ იცნობს, როგორ უნდა უყვარდეს ისეთი ამე რასაც არ იცნობს. ეხლა თქვენ რო ახსენეთ ეს გენიუს ლოკი, ესე იგი ეს ადგილის დედა ქვია მაგას ქართულად რა. ის ადგილის დედა სუფთა აბსტრაქცია ადამიანისთვის, რომელიც იმას არ იცნობს და იმითი არ ცხოვრობს და როგორ მოვიდა დღემდე თუ არ იცი, ცუდი იქნება რა. მოკლედ ძალიან კარგი ლექცია გექნება ალბათ და კიდევ ერთხელ მადლობა და მადლობა ყველას. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი საღამო იყო. მადლობა. კარგად. მეც მადლობა. გისურვებთ წარმატებას. ასე.